დანიშნულების ადგილი წყნეთი. წყნეთში დიდი თოვლი მოვიდა იმ ზამთარს. ხის ტოტები თოვლის სიმძიმისგან ისე ჩამოზნექილიყვნენ, ცოტაც და ჩამოტყბებოდნენ. ავტომობილებიც კანტიკუტად მოძრაობდნენ. სკოლებში სწავლა გამოამბინდამდე შეწყდა და გახარებული მოსწავლეები საგუნდაო და ციგებით სასრიალოდ გამოსულიყვნენ. მათი მხიარული შეძახილები მთელ დაბას ახალისებდა. ახალგაზრდების ერთი ნაწილიც გარეთ გამოსულიყო. ჯიბეში ჩაეწყოთ ხელები და ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ ჭიშკრების წინ. საუბრობდნენ და თუ შემთხვევით ქუჩაში გამოსულ გოგონებს დაინახავდნენ, თოვლის გუნდებით უმასპინძლებოდნენ და იყო ერთი სიცილ-კისკისი. წყნეთელებმა გაიკრიბეს, როდესაც თბილისიდან ორი სწრაფად მომავალი ავტომანქანაში ამჩნიეს. ასეთ ამინდში ძნელად თუ წარმოიდგენდა კაცი, თუ ვინმე გარისკავდა და ავტომობილის მიუჯდებოდა. მით უფრო, რომ წყნეთის გზაზე იმ პერიოდში არავინ იწუხებდა თავს გზებზე ტექნიკური მარილის დაყრით. აუ ბიჭო, ნახეთ ერთი რა არის. თოვლიან გზას ხომარდივით რომ მოაპოვს. წამოიძახა ერთ-ერთი სახლის წინ მდგარმა ახალგაზრდამ და ძმაკაცებს მათკენ მიმავალი ორი ავტომანქანა დაანახვა. ამერიკული ჰამერებია, ძმაო. ტანგზე მაგრებია ეგ მანქანები. რა გაუჭირდებათ? უპასუხა ერთ-ერთმა, რომელიც აღთუვანებით შესქეროდა მომავალ ხომალდ ავტომობილებს. მოულოდნელად ავტომობილებმა სიჩქარეს მოუმატეს და ზედ ბიჭების ფეხებთან დაამოხრუჭეს. პირველი მანქანის ღორმა საკმაოდ უსიამოვნო გარეგნობის 40 წლამდე მამაკაცმა მინა ჩამოსწია და კევის ღეჭვა არ შეუწყვეტია, ისე იკითხა. ბრატ, წრიპას სახთან როგორ მოხვდებით? ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს, მაგრამ პასუხი არ გაუციათ. ძაღლები არ გეგონოთ, ახლობლები ვართ, უბრალოდ აქაურობას ცუდად ვიცნობთ. ძორმა საღეჭი რეზინა უხეშად გამოავდო პირიდან და მოლოდინით მიაჩერდა იქ მდგომთ. დასახლების ბოლოში მარცხნივ შევუხვევთ და ტყეში გამავალი გზით სახლს მიადგებით. მხოლოდ ერთი სახლი დგას, ქვის დიდ გალავანშემოვლებული, უპასუხა ერთ-ერთმა, რომელსაც აშკარად არ სიამოვნებდა პასუხის გაცემა. რა ხდება? რაღაც გონი წრიპა არ მოგწონთ? ხომ რა გაწყენინათ რომელიმეს? ირონია იგრძნობოდა სტუმრის ხმაში, რომელსაც შეუმჩნეველი არ დარჩენია დამხტურთა უკმაყოფილება. პასუხი არავის გაუცია. აბა კარგად, კარგ დღეს გისურვებთ. უხალისო დაემშვიდობა ბიჭებს სტუმარი და საქარე მინის აწევა დაიწყო. უცბად ერთ-ერთმა ბიჭმა, რომელიც აღთუვანებული შესქეროდა ჰამერს და ყურადღება არ მიუქცევია იქ განვითარებული მოვლენებისთვის, მამაღლა იკითხა. რამდენ ცილინდრიანია ეს მანქანა? წინჯდომა მამაკაცმა ვერ გაიგო, რა ჰკითხე და გამოშტერებული სახით იკითხა. რა მკითხე ბიჭო? ძრავი სიმძლავრე რა და კიდე რამდენ ბენზინს ჭამს? არ დაიბნა დაინტერესებული ბიჭი. სტუმარმა ჯერ მძღოლ შეხედა, მერე მანქანასთან მდგომი ბიჭები აათვალ-ჩაათვალიერა კიდევ ერთხელ. ბოლოს ავტომანქანით მოხიბლულ ბიჭე ისე შეაჩერა მზერა, თითქოს უნდოდა ეთქვა, მაგრად უბერავო, თუმცა ამჯერად თავი შეიკავა და მშრალად უპასუხა. აზზე არა ვარ. თქვენც მოგცლიათ რა. ახლა კი საბოლოოდ ასია, საქარე მინა და მანქანაც დაიძრა. თანდარა ბიჭო, ჭკუა როდის მოგეცემა? ჰამერით ხომ არ მოგინდა გასეირნება? წამოიძახა ერთ-ერთმა. რატომაც არა, ამაზე ნაკლები ლითავა. არ დათმო თანდარა ამ ბიჭმა. არის სიამოვნა ბიჟაზე გამოსული ბიჭები რომ დასცინოდნენ. ოდა ტყვიას რომ გამოჰკრავ ხელს, მერე მიხვდები. ვისთან რა უნდა თქვა? წრიპასთან მიდია, ბამბუ, ეგენი, გაანძრიე რა, ეგ ოხერი თავი. შეშინებული თანდარა ბიჭს ხმა აღარა მოუღია, თუმცა კი მისთვის უკვე არავის ეცალა. იქ დგომთ, სხვებით შემოუერთდნენ და წრიპაზე დაიწყეს საუბარი. არ მომწონს ეგ ამბავი, ეტყობა სხადნია კი ეწყებათ. ასეთი შეხვედრების შემდეგ გიждდება ხოლმე წრიპა. წინაზეც ასე იყო, შეწუხებული ლაპარაკობდა ერთ-ერთი, ვინც სტუმრებს წრიპას სახლი მიასწავლა. ჩვენ რა, თავის თავს უტეხენ ერთ ამბავს. უბრალო ხალხი რას უშლით, გაიკვლევს ბიჭებმა. არ უშლი, მაგრამ თუ წინანდელი სროლა ატეხეს და წავიდა უბედურებები, მერე კიდევ ხომ იცით, ტყვია ბრმა, უბრალოს და ბრალიანს არ არჩევს. კაი რა ანზო, თუ ძმახა, პანიკას ნუტეხავ, რა იცი ეს გაზვიადება. შეეპასუხა ბიჭებს შემოერთებული ასაკოვანი მამაკაცი,
თუმცა კი ისიც გვარიანად შეშფოთებული იყურებოდა წრიპას სახლისკენ. ნეტა ყველაფერი კარგად დასრულდეს, მაგრამ რაღაც არ მომწონს ეს გახშირებული მისვლა-მოსვლები. აგერ მესამე დღეა ისეთი ავტომანქანებით მოდიან წრიპასთან, თან იმდენი საეჭვო ხალხი, რომ რაღაც სერიოზული ხდება. ეს მადარდებს, თორემ მე რა ჩემი თავის ტერიკი არ ვარ. ანზორმა აღარ დაასრულა. ხელი ჩაიქნია და თავისი სახლისკენ წავიდა. დანარჩენებს ხასიათი გაუფუჭდათ. მართალია ანზორს ეთანხმებოდნენ, მაგრამ დუმილი არ ჩიეს. თუმცა კარგად ახსოვდათ, რომ წრიპას პრობლემებს არ ეძებს აუფორიაქებია მთელი დასახლება. წრიპა პოსტსაბჭოთა ეგრეთ წოდებული ავტორიტეტებში გავლენიან ფიგურას წარმოადგენდა. თუმცა კი ბოლო 2 წლის განმავლობაში რატომღაც საქმის გარჩევა მის სახლთან ან სახლში შეიარაღებული შეტაკებებით წყდებოდა. ეს კი ბუნებრივია, მოსახლეობაში საკმაოდ დიდ შიშს იწვევდა. ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია ამგვარი გარჩევა არეულობის დროს არსად ჩანდა. რა თქმა უნდა, სიტუაცია ქაოსური ხდებოდა და კაცმა არ იცოდა, როდის და როგორ დალაგდებოდა. ერთი სიტყვით, გამკითხავი არავინ იყო და სანამ ავტორიტეტები თვითონვე არ მოაგვარებდნენ ურთიერთობებს, დასახლებაში შიში და გაურკვევლობა სუფევდა. ბუნებრივია, აქაურ ცხოვრებთ ეს მდგომარეობა აშფოთებდა და ახლაც. შიშით შესქეროდნენ ბოლო დღეებში მომრავლებულ მდიდრულ ავტომობილებს წრიპას სახლისკენ, რომ მიემართებოდნენ. რკინის უზარმაზარი ჭიშკარი ავტომანქანის სიგნალისთანავე არ გაუღიათ. სპორტული აღნაგობის დაკუნთულმა ახალგაზრდა მამაკაცმა მშვიდად და დაკვირვებით შეათვალიერა ორივე მანქანაში მსხდომნი. მერე ჯოგზე მიმაგრებული სარკე შემოუარა მანქანებს. ეს ქვემოთაც შეძრა და ყურადღებით დაათვალიერა თითოეული დეტალი და როცა დარწმუნდა საეჭვო არაფერიაო, ჭიშკარი შემდეგ გააღო. ხამერები აწყვეტილები შეიჭრნენ ეზოში. 4 მამაკაცი საქმიანი ნაბიჯებით გადმოვიდა მანქანებიდან და ერთ-ერთის უკანა სალონს მიადგნენ. კარი ფრთხილად გაახეს და მოწიწებით დაუთმეს ადგილი ხანში შესული წელში მოხრილ მამაკაცს. იგი ერთი შეხედვით ჩიაკაცის დაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებოდი, დაუნდობელი მტაცებლის გამოხედვით დაგაბნევდა და ერთგვარი შიშითაც განგაწყობდა. ანტონიჩ, აქეთ მომძანდით, ნელა წავიდეთ. გზა დაღლდათ. ალბათ. რუსულად მიმართა მკაცრი სტილის კოსტუმში გამოწყობილმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც ისის იყო სახლიდან გამოვიდა საპატიო სტუმრის მისაღებად. ანტონიჩმა მადლობის ნიშნად თავი ოდნავ დაახარა და უსიტყვოდ გაჰყვა მასპინძელს. შებს გადაეცით, რომ პაპა გვესტუმრა, მისაღებ ოთახში შეიყვანეთ. აღელვებულმა ჩაძახა მასპინძელმა რაციაში ვიღაცას და ჩქარი ნაბიჯით შეუძღვა სტუმარს. ანტონიჩ ახალ მოსულთაგან მხოლოდ ის შავგვრემანი უსიამოვნო გამომეტყველების მამაკაცი მიჰყვებოდა, წყლეთელებს ვინც დაენახო. მაღალჭერიანი, ფართო და ნათელი მისაღები ოთახი ანტიკვარული ავეჯითა და ჭურჭლით გაეწყოთ. ანტონიჩი დიდრუ სავარჯეში ჩაეფლო და იქაურობა ყურადღებით შეათვალიერა. ოჰო, წრიპას პარებია კარგი ცხოვრება, მუზეუმში გეგონება თავი, ცინიკურად ჩაიყიმა შავგვრემამა. არადა იცი ბუკა, პირველად სროგზე მუზეუმის ძარცშუთვის გამიშვეს. 14 წლის გალეული ღლაპი კერმელმა გრიშკამ მუზეუმში ვიწრო ერთ ბეწო ფორტოჩკიდან შემაძვრინა. აი ესეთი იყო, მოზრდილი კატარომ გაეტეოდა. რაც მე იქიდან ლარნაკები, ვაზები, კოვზები, ჭიქები და 1000 გვარი ძირფასეულობა ვზიდე, 1-4 ჩემოდანი გავისო ალბათ. 4 თვე მილიონრებივით ნებირობდით. მერე კი ძაღლემა ჩაგვავლეს. ბარიგემა ჩაგვიშვეს მაგ ბოზებმა. გამოდის ხელოვნება თავიდან ეყარებიათ ანტონიჩ, მისი ფასიც ადრევე გაგიგიათ. გაიღიმა ბუკა. ხელოვნების სიყვარულისა რა გითხრა, მაგრამ კარგ ცხოვრებაზე უარს არასოდეს ვამბობდი. მიყვარდა ძმებთან თანხისა თუ ძვირფასეულობის პატიოსნად გაყოფა და კუთვნილი წილის ჩემ ჭკუაზე დახარჯვა. გრიალი მიყვარს ძმაო, გრიალი და დროს ტარება. მეც მიხარობდა, ბევრი ფული შოვნა და ხარჯვა და სხვასაც ვახარებდი. აბა ეს რა ჯანდაბაა, ვისად უნდა ეს ანტიკვარული ნივთები. ნახე რამდენი უგროვებია ამ წრიპას. ნეტა ვის რაში სჭირდება. შეიტენოს უკანალში. არ მესმის, ასეთ ნივთებს რატომ ელოლიავებიან.
ანტონის გერმანული ფაიფურის ანტიკვარული საყვავილი ეჭირა ხელში და ამრეზილი დახურებდა. ბუკა უაზროდ ათვალიერებდა ოთახში გამოფენილ ნივთებსა და კედელზე გაკრულ მოვარაყებულ ჩარჩოებში ჩასმულ ნახატებს, რომელთა უმეტესობა ძველი თუ თანამედროვე ქართველ და უცხოელ მხატვართა ნამუშევრების ორიგინალი იყო. ამ დროს კარი გაიღო და მუქ კოსტუმში გამოწყობილმა მამაკაცმა ურიკა შემოაგორა. ურიკაზე არაყი, შავი ხიზილა და უნგრული ძეხვის ბუტერბროდები, დამცხვარი და ხილი ელაგა. მოგზალებით მიაგორა სტუმრებთან ურიკა და ჭურჭლის გაშლა დაიწყო. ანტონიჩ, ვალერი ასე ადრე არ მოგელოდათ, 5 წუთში მოწესრიგდება და გეახლებათ. მანამდე ესიამონეთ. ამ სიტყვებზე არყის ბოთლი გახსნა და ჭიქებში გაწაფული კაცის ხელით ჩამოასხა. ანტონიჩი მისეული მახვილი და გამჭოლი მზერით შეხურებდა მამაკაცს და ერთხანს ხმას არ იღებდა. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს რაღაცას იხსენებს და ვერ გაუხსენებიაო. აშკარად გონებას ძალას ატანდა. თითქოს თქვენი სახე მეცნობა, გონი ადრე სადღაც გვინახავს ერთმანეთი. თავს ძალას ატანდა სტუმარი, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მასპინძელმა კმაყოფილებით ჩაიღიმა. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, თვით ანტონიშს ახსოვდა. ანტონიშ, მე გუშინდელ დღესავით მახსოვს ყველაფერი. ვარკუტა 1983 წელი. ანტონიჩი ყურადღებით დააკვირდა მამაკაცს და ფუი ეშმაკს, კოტიკ, აქ ნამდვილად არ მოგველოდი. ცოცხალი თუ გადაჭი, ისიც არ მეგონა. გაუცება ვერ დაფარა ანტონიჩმა. თითქოს გაუხარდა კიდეს, თუმცა მაინდამაინც დიდი აღთოვანება არ გამოუხატავს. მე ვარ ანტონიჩ, მე. სახი გაბრწყინებულმა კოტიკამ მოხუცისკენ გაიწია და ხელი ჩამორთმევა მოინდომა, მაგრამ ანტონიჩმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს არ შემომჩნევიაო და კოტიკამაც უხალისოდ ჩამოუშვა კაცვდილი მარჯვენა. ბუკა, კოტიკა ვარკუტაში იჯდა, მუჟიკობდა. თან შნირი აღმოჩნდა, თუმცა ამ ახვას გონება საკმაოდ უჭრის. ამაზე იტყვიან ქვაზე რომ დაასახლო, მაყუს მაინც იშოვისო. მოკლედ მარიფათიანია რა. მოსურთ კოტიკა ამგვარად წარუდგინა ანტონიჩმა. კოტიკას სახეზე შეეყინა ღიმილი. შენ კიდე რა გემართება? რა, მართალი არა თქვი თუ? ანტონიჩი ამ სიტყვებით შეეცადა კოტიკა დაემშვიდებინა, თუმცა კი არაფერი გამოუვიდა. კოტიკას რომ იტყვიან დანაკვირს არ უხსნიდა, მაგრამ ცდილობდა კი თავი არ გაეცა. დიდი ხანია წრიპასთან ხარ? ამით ბუკა დაინტერესდა. უკვე 2 წელიწადია, უხალისოდ უპასუხა კოტიკა. რასაკეთე? ძანებლური ტონით იკითხა ბუკა. მე მის არკას პატრონობ. ამ შეკითხვას კი არ მოელოდა კოტიკა. ნახეთ, წრიპა დიდკაცად რომ გამختარა. თავადობა ხარ გვიბუძებია მისთვის. ანტონიჩი ღიმილით წამოდგა ფეხზე, ბანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა. რამხელა თოვლია, ციმბიში მგონია თავი. კოტიკ, რა ხდება თქვენთან საქართველოში? აკი შენ არ იყავი რომ მეუბნებოდი საქართველო თბილი ქვეყანაო. თბილია ანტონიჩი, მართლა თბილია, მაგრამ ზოგჯერ თითოვლიანი ზამთრის გამოერევა და ზუსტად ამ დროს მოგიწია ჩამოსვლა. ესეც არ იყოს წყნეთი თბილისთან შედარებით მაღლა მდებარეობს და უფრო მეტად ცივა კიდეც. თავის მართლებასავით გამოუვიდა კოტიკას. თითქოს ბოდიში ხდიდა თოვლიანი ზამთრისთვის. კოტიკ, წრიპა ალბათ კარგადაც გიხდის. მაყოფილი ხარ ხომ? მოტრიალდა ანტონიჩი კოტიკასკენ. სამდურავი არაფერი მაქვს, ანაზღაურებით კმაყოფილი ვარ. არც ბევრი საქმე მაქვს. კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ აღარ გააგზელა კოტიკა. რამდენს ჩალიჩობ ალბათ, სიმართლე ითქვას. მაგარი ყნოსვა გაქვს. გზნობს სადიშო ვიგვარიან მაყუს. ანტონიჩმა ჩაი დაისხა ჭიქაში, შაქარი ჩაყარა და მორევა ხმაურითა და ნერვიული მოძრაობით დაიწყო. კოტიკ, ჩეფირი არ მოგენატრა? ხომ არ დაგავიწყდა ჩეფირის მომზადება? ისე კარკიკი გამოგდიოდა, მახსოვს. გაიღიმა ანტონიჩმა და კოტიკას რატომღაც ისევ მიეცა იმედი, რომ სხოვანი ავტორიტეტი ძველებურად კეთილი თვალით შეხედავდა. ხომ არ მოგიმზადოთ, ანტონიჩი, ეთყობა მოგენატრა. წაელაქუცა ყოფილ ბოსს. კოტიკ, ჩეფირი არა, მაგრამ ახალგაზრდობა მომენატრა. არა და რა კარგი დრო იყო. ყველა მიცოდა თავისი ადგილი. ძაღლი ძაღლობდა, ბოზი ბოზობდა, შნირი თავის საქმეს აკეთებდა, საქმიანი ხალხი თავისას. ვინ შეეხებოდა არებს და ქურს, ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით კეთდებოდა. ზედმეც ვინ გაბედავდა, ახლა კი ბარდაკად აქციეს რუსეთს და საქართველოს.
იოპტვოი მათ ლაპარაკის საღერღელი აშროდა ანტონიში. ასე, ანტონიში, ამათი დედა კი, აირია ყველაფერი და ეგ არის, დაითანხმა კოტიკა. დედას ავთ, ყველას მაგათი გასაბლატავებელი ვინ არის, ლაპარაკში ჩაერთო ბუკა და თან ისეთი გაცეცხლებული სახე მიიღო, ვინმეს რომ წინააღმდეგობა გაეწია, არდეთ შუაზე გაგლეჯდა. ანტონის მრავალნიშნულოვნად ჩაიღიმა, თუმცა კი არაფერი უთქვამს. შინითარხმობე დაიწყებდა გულის გადაშლას. მისი აზრით ეშავების სამყარო შეურაცხყოფა იქნებოდა. კოტიკ, შენი შეფი აგვიანებდა, ხომ არ შეახსენებდი, რომ კარგა ხანია ველოდებით, უკვე ღელვარება დაიწყო სტუმარს. ახლავე ანტონიში. კოტიკა ლამის სირბილით გავარდა ოთახიდან, ქურდემა ერთმანეთს გადახედეს და მდუმარედ გააგზელეს მასპინძლის ლოდინი. ვალერი გამუშაძე 23 წლის ბიჭი იყო, როდესაც ავჭალის ზონაში ქურდად მონათლეს. თანაც ჩიასა და გამხდას წრიპა ზედგამოჭრილად მიესადაგებოდა. თანაც 10 წლის ასაკიდან ჯიბგირობაში ისე გაიწება, მასზე მთელ ქალაქში ლამის ლეგენდები დადიოდა. თავიდან იმდენად პატარა იყო, დასაჭერადაც ვერ იმეტებდნენ. საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ ვინმე წაასწრებდა და ხეს დაუჭერდა, იმდენად გაოცდებოდა, არ იცოდა რა ექნა ამეთი ბეწო ჭკვიანი გამომეტყველების მქონე ბიჭისთვის. ზოგიერთ საკუთარ ჯიბეშიც უპოვია ამ გალეული ბიჭის ხელი, მაგრამ ლამის გასჭირვებია იმის დაჯერება, რომ საქმე გაქნე ქურდთან ჰქონდა და არა უმწეო ბავშვთან. ამიტომაც თავდაპირველი რისხვა ღიმილად ცევიათ, თუმცა ისიც იყო გაწიწმატებულ ერთ-ორ ქალბატონს ყურში ჩაუვლია ხელი და პოლიციის განყოფილებაში მიუყვანიათ, მაგრამ აქ უკვე პოლიციელებს გაუგიჟებიათ თავი. ამ საცოდავ ცირკნა ბიჭს რა უნდა დაეშავებინაო და დაზარალებულთათვის არც მოусმენიათ, ისე გაუშვიათ წრიპა. მოკლედ უმართლებდა ბიჭს, არავინ თუ ვერავინ იჭერდა. მერე და მერე კი ისე გაიწაფა, ისე სუფთა და პროფესიონალურად მუშაობდა, მთელ ავტობუს ან სამარშრუტო ტაქსის ისე გაასუფთავებდა, მგზავრები ამ ამბავს მხოლოდ მერე იგებდნენ, როცა წრიპა კარგა ხანია სამშვიდობოს იყო. ასე რომ რაც წამოიზარდა, ფული არასოდეს აკდა. მოხუც ბებიას, რომელმაც ობოლი ბიჭი გაზარდა, ცივნიას არ აკარებდა. ბებიამ ესე ხშირად ავანტყოფობდა და ბიჭს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდა. წრიპასაც მეტი რა უნდოდა, სკოლაში გასტროლიორები დადიოდა, ხოლო ქუჩაში თავსაც ლაღად გრძნობდა და თავისი საქმეც ხელოვნების დონემდე აეყვანა. თბილისი პატარა ქალაქია, ნაძალადებში რა დაემალებოდა და არც წრიპა დარჩენიათ შეუმჩნეველი მაგარ ბიჭებს. შავმა სამყარომ ყისერად დააფასა წრიპას შესაძლებლობები და მისი ჩარჩოში, ანუ თავისი კანონების დაქვემდებარებაში მოქცევა გადაწყვიტა. წრიპა მართლა წრიპა კი იყო, ტანით, მაგრამ როგორც მასზე ამბობდნენ, სამი იმდენი მიწის ქვეშ იყო, რამდენიც მიწის ზემოთ. უცბათვე გაანალიზა, თუ რას მოითხოვდა შავი სამყარო მისგან და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დამორჩა და უწერეთ წესკანონებს. ამერიდან იგი უკვე მარტო აღარ მოქმედებდა. იმ სისტემის ნაწილად იქცა, რომელშიც ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში. ხარბი და გაუმაძღარი ბუნებით არასოდეს გამოირჩეოდა. ტყუილი და ცისფერებად შორის იყო მისგან. საძმოს წევრებს უშურველად ეხმარებოდა და მალე საკმაოდ დიდი ავტორიტეტიც მოიხოჭა თავის წრეში. ასაკის მატებასთან ერთად კარგად ცხოვრების სურვილით გაუჩნდა და მადაც მოემატა. ჯიბგირობა ვეღარ აკმაყოფილებდა მის მოთხოვნებს და უფრო სარფიან, თუმცა კი საკმაოდ რისკიან საქმეს მიყო ხელი. ბინების გატეხვა გაძარცვაში ხომ გაიწაფა. ბანკებსაც შეჰბერდა და არც თუ წარუმატებლად. თუმცა კი კოკა რომ წყალს ყოველთვის არ მოიტანს, ესეც კარგად იცოდა და რაც უფრო გახშირდა სარფიანი ოპერაციები, მით მეტად გაიზარდა რისკი და წრიპამაც გისოსებს მიღმა ამოყო თავი. თანაც არაერთ გზის, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არც საკანში გრძნობდა თავს ცუდად. შავ სამყაროში ნამდვილად არ აკდა დაფასება და პატივისცემა. მოდა მეოთხე დაჭერისას თუ მთავრობამ გამოუსწორებელ მძარცველად და რეციდივისტად მოიხსენია, შავმა სამყარო ქურდად მონათლა. ბებიას გარდაცვალების შემდეგ წრიპამ ნაძალადების სახლი მიატოვა, უფრო სწორედ ერთ ღარიბ მრავალშვილიან ოჯახს აჩუქა.
ხომ ასეთი დაუნდობელი მძარცველი იყო, მაგრამ გული მაინც კეთილი ჰქონდა. თანაც ზოგჯერ სინდისის ქენჭას შეაწუხებდა, როცა პირწმინდად გაასუფთავებდა რომელიმე არც უისნე მდიდარ ოჯახს. თავისი პატარა სახკარის გაჩუქებით თითქოს ჩადენილი ცოდვების გამოსყიდვას ლამობდა. მოკლედ თავისთვის უზარმაზარი სახლი შეეძინა წყნეთში. სახლი კი არა, უფრო სასახლე ეთქმოდა. ხეხილიანი მოვლილი ეზოც ჰქონდა. ამ სახლს და მოგვიანებით მებაღეც კი დაექირავა. წრიპა უმეტეს დროს სახლში ატარებდა. იქიდან აგვარებდა საქმეებს. ოპერაციებზე თვითონ აღარ დადიოდა. სამაგიეროდ თითქმის მთელ საქართველოში წარმოებულ კრიმინალურ ქმედებებს ის უდგა სათავეში. ამ საქმეთა მაკონტროლებლად მიიჩნეოდა. გარდა ამისა, სამართლიანობით გამოირჩეოდა და მასთან გარჩეული სადავო საქმეებს წუნი არ დაედებოდა, ხოლო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რომ იტყვიან ყავლი არ გაუდიოდა. წრიპას ავტორიტეტისა და სახელის მოპოვებასთან ერთად მისი ქონებაც იზრდებოდა. გარდა ამისა, მის გავლენას მთავრობაც კი უწევდა ანგარიში. მეტიც, მაღალი სამთავრობო ეშელონის წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობდნენ მასთან ურთიერთობას გაფრთხილებოდნენ. კოტიკამ თხრილად შეაღო წრიპას კაბინეტის კარი. წრიპა სარკესთან იდგა და თმას ნერვიული მოძრაობით ივარცხნიდა. ვალერე არ მოდისო, რაც გვალოდინებსო, ვეღარ ითმენე. კოტიკამ ნაწყვეტ განუმარტა წრიპას მოსვლის მიზეზი. ჩვენი რა ბრალია, ტო, 12-ზე უნდა შეხვედროდით. ასე ადრე რა მოიყვანათ? წამოიძახა წრიპამ და გიგას გადახედა, რომელიც მაგიდას საქმიანი კაცივით მიჯდომოდა და ამღრეული თვალებით უცქედა ძმაკას. გიგა, მაგრამ მომეკიდა ძმაო, რაღაც ფლად რიგზე ვერა. ქიმია შემოგვაპარეს, მაგ შობეძაღლებმა. შეხედე შენც რას გავხარ. სარკეში ჩაიხედე ყურადღებით. წრიპა აღარ ხუმრობდა. ასეა ძმო, გონი ნაგავი შემოგვაჩეშეს მაგათი დედა. დღესვე მოთხო პასუხს. ისე რაღაც მეც ვერ გზნობ თავს კარგად. გიგა ძლივზლიობით წამოიზრაზნა. რამდენიმე წამი აქეთ-იქით იწეოდა და მერე მოწყვეტით ჩაეშვა სავარჯეში. ერთხელ უაზროდ მიშტერებოდა ერთ წერტილს. ბოლოს თითქოს გამოცოცხლდა. მეგობარს ახედა და დინჯა დაიწყო. ხომიცი, ანტონიჩი ძველი მგელია. ვერაფერს გამოაპარებ. არა არევასება ამგვარი დვიჟენიები. წრიპა უსიამოვნო შეიშმუშნა და კოტიკას ისე შეხედა, კაცი იფიქრებდა მისგან შველას მოველისო. კოტიკ, აბა კარგად დამაკვეთი, სახეს ემეტყობა რა მე? ხომ რა მოგატყვია ძმაო, ისეთი მიტკალებით ფერი გადეს, ნებისმიერი ბრაფანიც კი მიხვდება. არა დამხელა კაცია მოსული, რომ მას შეხვდე ეგეთი წარმოუდგენელია. რა ვქნათ გიგა, ახლა გიგასგან მოველოდა ხსნას. აზე არა ვარ ძმაო, პარადი შენ მიყავდა, შენვე გადაწყვეტი. მე რასაც მეტყვი იმას გავაკეთებ. გიგას წამოდგომა უნდოდა, მაგრამ სავარძეს ვერ ელეოდა. ოთახში ერთხან შიჩუმემ დაისადგურა. რაც არის ეგ არის, ასე ცხოვრობდა რა ვქნა. არ დასამალი მაქვს რამე, წავიდეთ შევხვდეთ. ჩვენარები ცოტა უნახავს თუ რა. წავიდით გიგა, გადაწყვიტა წრიპა. აუ თუ ძმა ხარ, მე ნუ მიყავარ, მართლა ვერ ვარ კარგად, წაიბუძღუნა გიგა. წამო, ვეთყვი რომ ცუდად ხარ. ხომ იცი, რუსეთიდან ისე უბრალოდ არავინ ჩამოდის. ხო მართლა, ბუკად შეგვეშველება. ხომ იცი, ანტონიჩთან შეცდომი დაშება არ შეიძლება. არაფერში არ უნდა ჩავიჭრებ. წრიპამ ისე ყურადღებით შეათვალიერა საკუთარი თავი სარკეში და კარისკენ გაემართა. თან გიგას ანიშნა წამოდიო. გიგამ ძლივს აითრია წელი სავაზლიდან და ზლაზვნით გაჰყვა წრიპას. რუს ავტორიტეტს წრიპას დანახვისას მისი დაგვიანებით გამოწვეული წყენა ერთბაშად გაქრობოდა და ახტაცებით გადაეხვია ქართველ კოლეგას. როგორ ხარ წრიპა? არ გაინტერესებს? მაინც რა ხდება დიდ რუსეთში? რაღაც კარგა ხანია არ ჩამოსუხარ. დაგავიწყდა ძმები? გულიანად ეღიმებოდა განაბი და თან წრიპას მხრებზე მეგობრულად უთათუნებდა ხელს. ბუკაც მოღიმარი შეეკება თანამემამულეს, რომელიც თითქმის 2 წელიწადია არ ენახა. რა გითხრათ ანტონიჩ, დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდით. წინა პლანზე პოლიტიკა წამოვიდა. ჩვენი ადგილი გვაქვს, მაგრამ და წრიპა გაშლილი სუფრისკენ წაუძღვას სტუმრებს. თან თანაშემწეს გადახედა. კოტიკ, გოგოებს უთხარი, თავიანთებურად დატრიალდნენ, არაფერი მოგვაკლოთ. განსაკუთრებით ხაჭაპურს მიხედეთ, ანტონიჩ უყვარს ძალიან. თქვენთვის აგანგებად გამოაცხობინეთ ხაჭაპური ანტონიჩ. ახლა საპატიო სტუმარს მიმართა წრიპამ. ხაჭაპურზე კი უარს ნამდვილად ვერ ვიტყვი.
წყონებულ ჩაიას გამოუგზავნეს ყალმუხეთში. პირველად მაშინ გავშინჯე. ხომ ცივი იყო, მაგრამ მაინც ძალიან მომეწონა. მაგარი რამეა, ახლა წარმოვიდგენია ცხელი რა იქნება. სიამოვნებისაგან ერთიანად გაიბადრა ანტონიჩი. საცივიც ხომ გახსოვთ ანტონიჩი? ეგ რომელია? შემახსენე ერთი საქმიანად ჩაფიქრდა ავტორიტეტი. ინდაური ნიგზით, ხომიც ხომ გახსოვთ? ხომი მამალიგაა, ხო? გამახსენა შებოლური სულუკუნით, ეგეც კარგია, გაიბადრა სტუმარი. ვიმონოს მაგარი გვაქვს, კახეთიდან ჩამოვატანინე ყურძენი და ჩემ მარანში თვითონვე დავწურე. ევროპულად დავაყენე. თქვენისთანა სტუმრებისთვის ვინახავ. არაყიც მაქვს ისეთი მაგარი ჭაჭა, ცრემლებს გამოგაყრევინებთ. ეგეც მე თვითონ გამოვხადე, მწვადებსაც აქვე შევწვავ შამფურებზე. კიდევ ბევრ კარგ რამეს გაგასინჯა. აბა როგორ საქართველოში ჩამოსუხათ ამ ხელა გზაზე, როგორ გონიათ თავ შევირწვენთ? წრიპამ გრაფინიდან ღვინო ჩამოასხა ჭიქებში. ყველა სუფრასთან მოუხმო და სადღეძელოს სათქმელად მოემზადა. საქართველოში ჩამოსულ სტუმარს ამ სადღეძელოთ ხვდებით. თქვენს მოსვლას და ჩვენ დახვედრას გაუმარჯოს. ჩვენთან იმასაც ამბობენ, სტუმარი ღვთისაო. თუმცა ანტონიჩი კი მართლა ნანატრის სტუმარია ჩემ ოჯახში, მაგრამ აი ბუკა თავის სამშობლოში ჩამოვიდა. ალავერდი შენთან ვარ ძმაო. რასაპირებ, არ მოგენათ რა აქაურობა? დროა საქართველოში გადმოსახდი. შენ არი ხალხი გჭირდება ძმაო. წრიპამ ჭიქა დაცალა და ბუკას მიაჩერდა. რა გითხრა? ვალერა, ჯერ არ ვფიქრობ მაგაზე. ნახოთ მომავალში რა იქნება. როგორ წარიმართება ჩვენი საქმეები. ბუკამ სამადლობელი დალია, სუფრა დალოცა და კეთში შებრაძულ ქათამს ბარკალი ჩამოატეხა. ვიცი, ღვინო კარგი გექნება, მაგრამ ჭაჭა მირჩევნია. ანტონიჩმა თავისი ხელით შეივსო არყი ჭიქა და წამოდგა. ღმერთმა შეგარგოს ანტონიჩი, რუსეთშიც ბლომად გაგატანთ. კარგი ხალხისთვის არაფერი მენანება, გაიღიმა წრიპას. ჯამთილად ვიყოთ, საქართველოში ყოველთვის მიხარია ჩამოსვლა. მართალია ბოლო წლებში გაჭირდა, ისე ხშირად ვეღარ ვახერხებ აქეთ გამოგზავრებას, მაგრამ ვფიქრობ, ამასაც მოევლება. ამ სიტყვებით ხანში შესულმა ბოსმა ერთი მოსმით გადაკრა არაყი. მერე ფულს ლუკმა მოატეხა, ცხვირთან მიიტანა დაყნოსა და პირში ჩაიდო. რუსებს ასე გიყვარს არყის დალევა, მაგარი ჭაჭა, მისმა სიტყვებმა ყველა გაამხიარულა. მიირთვით, მოშიებულები იქნები. ჩემი გოგოები 1000 რაღაცას გვიმზადებენ კიდევ. წრიპამ გულუხი მასპინძის ამპლუა მოირგო. მადლობთ ვალერა. ბუკამ დილა ადრიან სახაშეში შემიყვანა. მაგარ ხაშ ამზადებენ თბილისში. ამიტომ ცოტა დრო მჭირდება. ანტონიჩი ჭამისგან ჯეჯერობით თავს იკავებდა. სად მოასწარე, თუ არ ვწდები, სწორედ გამთენიას ჩამოფრინდეთ, ცოტა გამოგეძინოთ. გაუკვირდა წრიპას. ჩემო ვალერა, ჩემ ასაკში ძილი ფუფუნება აღარ არის. მიქელ გაბრიელე ხეს რომ გიქნეს უკვე ძილზე ფიქრი ზედმეტია. სევდა გარეუდა ხმაში ანტონიჩი. რას ამბობთ ანტონიჩი? ბევრ ახალგაზრდაზე კარგად გამოიყურებით. ამგვარი ლაპარაკი არ გინდა. კიდევ დიდხანს უნდა იცოცხლოთ. მჭირდებით ანტონიჩი. წრიპამ გიგასა და ბუკას გადახედა, რომელთაც ნათქვამი თავით დაქნებით დაუდასტურეს. კარგი კაცი ხარ წრიპა. მართლა სხვანაირი ხალხია ეს ქართველები. ერთბაშად მოულბოთ გულს ადამიანს. ისეთი ლაპარაკი იცით. იმედია თბილი. გაიღიმა ანტონიჩმა, ცხელი ხაჭაპურის ნაჭერი გადაიღო და გემრიელად შეექცა. მერე მოხერხებულად მოკალათთა სავარჯეში. ეტყობოდა ლაპარაკის დაწყება ეჩქარებოდა, მაგრამ რატომღაც თავს იკავებდა. ბუკა დაძაბული იჯდა, არც სვამდა და მაინდამაინც არც სუფრისთვის მიუქცევია ყურადღება. მცირე ხნის დუმილის შემდეგ ანტონიჩმა დაიწყო. ვალერა, მოსკოველი ქურდები მადლობას გითვლიან, ყურადღებას არ გვაკლებსო. მეც ჩემი მხრივ მინდა დავამატო, რომ შენი მუშაობით კმაყოფილი ვარ. ისევე როგორც მთელი საძმო. კარგი იქნებოდა ჩვენგან წამოსულიყო მეტი ყურადღება, მაგრამ არ გვეკარება ძმაო. რუსეთში აღარ ჩამოდიხარ, რა ხდება, აღარ გიზიდა ჩვენი დიდი რუსეთი? იღიმებოდა ანტონიჩი. აბა რა გითხრათ ანტონიჩი, გამოდის აქ მირჩევნია ყოფნა. ასე თუ ისე ავაწყე საქმე და ვარ ჩემთვის, ჩემ სახლში. თავდახრილი ლაპარაკობდა წრიპა. მერე არიცი, რუსეთის რომ შენი სახლია, წრიპა, ძმები ყავს იქ და მათი მივიწყება არ გამოვა. კარგი, ასე რომ მოდი, ისევ დაგვიდექი გვერდით. ნუ მოანატრე ხალხს თავი. ისევ და ისევ აქებდა ქართველ კოლეგას რუსი ავტორიტეტი. ამდენ პატივს ნამდვილად არ ვიმსახურებ ანტონიჩი, განსუფრებას უკვე ვეღარ ფარავდა წრიპა. იმსახურებ ძმაო, მე სიმართლეს ვამბობ.
გონი კარგად მიცნობთ ყველას და ისიც იცით სიტყვას რომ ტყუილად არ ვისვრი ჰაერში. თითქოს თავს იმართებს, ისე გამოუვიდა ანტონიში. წრიპას კი ამ დროს თამადობის საღერღელი აშლოდა და ჭიქით ხეში პათოსი წარმოთქონდა მორიგ სადღეძელოს. ანტონიში, მოდი გავაგზავნოთ. ახლა მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი ურთიერთობის სადგეძელო. ეს ურთიერთობა უკვე 15 წელიწადს ითვლის და გონი ამ წლების განმავლობაში არასოდეს ჩავჭრილობა. წრიპას უნდოდა კიდევ გაეგრძელებინა, მაგრამ ანტონიშმა ხელი ასწია და თამადას ლაპარაკი შეაწყვეტინა. წრიპამ ეტყობა დაგავიწყდა, როგორ პატივსცემ, არ გვინდა ახლა სადგეძელოები, მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. დრო არც ისე ბევრი გვაქვს, აქედან პირდაპირ აეროპორტში მივდივართ. რაჯობია, შენ გვერდით ქეებს და ქართულ სადგეძელოების მოსმენას, მაგრამ დრო არ ითმენს, საქმეზე უნდა გადავიდეთ. საქმე მოისწის ანტონიში, როგორც რუსები ამბობენ, ლესნიუბიჟით, ქართულადაც კარგად ღეს. საქმე გელი კი არ არის, ტყეში რომ გაიქცესო. ამას ჩემიანების გასაგებად ვამბობ. ვავიწყებენ რუსულს, ანტონიში, ამდენი წელიწადია, ჩემთან არ ყოფი ხარ და როგორ ფიქრობ, ასე მალე გაგიშვებ? თავისას არ ეშლიდა წრიპა. უკა თუ კაცი ხარ აუხსენი რომ ვერაფრით დავჩები. საღამოს უკვე ყაზახეთში უნდა ვიყო, გველოდებიან. ანტონიშმა ბუკას უხმოს აშველად. ბუკამ ხრები აიჩეჩა, ვერაფერს დაგეხმარებ, უფროს უნდა დაუჯეროთ, ანიშნა. ვერ გავიგე რა ხდება იმისთანავ დღეს ყაზახეთში, დაიბნა წრიპა. კერძო თვითმფრინავი დავიქირავე და ისე ჩამოფრინდეთ. რაც მალე მოვჩებით საქმეს, მით უკეთესია ჩვენთვის. დროზე გავფრინდები, თორემ კი ვიცი რომ არაფერს დამაკლებ, წრიპა. მეც კარგად მოვიხინდი, შენ გვერდით, მაგრამ საქმე საქმეა, საქმეს არ ეღალატება. ესეც ხომ კარგად იცი. გაიღიმა ანტონიჩმა და კოტიკას გახედა, რომელიც ისიც იყო შემოვიდა შამფურზე აცმული ოხშივარიანი წვადებით. დასანანია, მე კიდევ გულით მინდოდა კარგად გაგმასპინძლებოდით. აიდუღონა წრიპა. ვიცი ვალერა, ისე წრიპას რომ გეძახი, ის უფრო მომწონს. მხარზე ხელი დაარტყა უმცროს ქართველ კოლეგას რუსმა ავტორიტეტმა და კოტიკას გახედა. წრიპა მიუხვდა შევს რაც უნდოდა. ანტონიჩი, კაბინეტში შევიდეთ, იქ რომ შვიდად ვისაუბრეთ. ანტონიჩი მაშინვე წამოდგა და სწრაფი ნაბიჯით მიჰყვა წრიპას. ეტყობა, რაღაც სასწრაფო და თანაც ძალიან სერიოზული საქმისთვის არიან ჩამოსულები. ნეტა რა უნდა იყოს, ფიქრობდა წრიპა, რომელსაც ასეთი აჩქარებული ანტონიჩი ადრე არ ენახა. წრიპას კაბინეტის თითქმის ყველა კედელი წიგნის თაროებს ეკავა. აქაურობა ბიბლიოთეკას უფრო ჰგავდა. არ მითხრა ახლა წრიპა, რომ ყველა წიგნი წაკითხული გაქვს, გაოცებული ჩანდა რუსი ავტორიტეტი. ყველა არა, მაგრამ უმეტესობა კი. მართლა წავიკითხე, წიგნები ჩემი სუსტი წერტილია, ანტონიჩი. ჩემი უნივერსიტეტი და ასპირანტურაც ეგ წიგნებია. ობრსა და ჯიბის კურსს ვინ გამახედებდა უმაღლეს სასწავლებისკენ. სამიანის ატესტატის ძლივს ავიღე. საწყალი ბებია ჩემის ხათრით მომცეს ისიც მოკლედ ჩვენმა საძმომ და ამ წიგნებმა მასწავლეს ცხოვრება. ადამიანური ღირებულებები, უფრო თავის თავს ელაპარაკებოდა წრიპა. ხო და ამიტომაცაა, რომ საძმოში სულ სხვა განზომილებებით მოქმედებ, ძმაო. ამიტომაც ხარ ძლიერი. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ მაღლა აფრინდები და რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი. მე სანამ დავიბრიდები ან დაბრიდავენ, ყველანაირად ხელშეგიწყო. ვიცი რომ არ გაგიჭირდება მაღლა და მაღლა გაქაჩვა. ბებერი რუსი ავტორიტეტი აღარ ხუმრობდა. ძმაბიჭურად წამოარტყა ხელი წრიპას ხარზე და სავარჯეში ჩაეშვა. ახალგაზრდებიც ზოგი დივანზე და ზოგი სავარჯეში მოკალათდნენ. ალბათ კარგად იცით, რომ მოსკოვის დატოვება ძალიან მიჭირს, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს. ახლაც ბუკას თხოვე და წამოვედით ქართველ ძმებთან. ვიცი, პრობლემა არ შემექმნებოდა, მაგრამ მაინც აქაური კაცი წამოვიყვანე. თან არც ჯანმრთელობა მიწყობს ხეს მაინდა-მაინც. რამე რომ დამემართოს, ბუკამ უნდა გააგრძელოს ეს საქმე. ანტონიჩი აღელვებული ჩანდა, ცოტა ხან შეისვენა და ახალგაზრდებს გადახედა. ისინი დაფიქრებული შესკეროდნენ წინამძღოლს. მოსკოვში დიდი საქმე დატრიადა. ბანკირები შოქში არიან, ჩავარდნილი. აზე ვერ მოსულა რა და როგორ დაემართათ. მილიონები ისე გამოეცალათ ხელიდან, ვერ მიხვდარიყვნენ როგორ. შაშველად მე მომართეს. იმედია ერთად შევძლებთ დახმარებას. ამხელა საქმის ხელიდან გაშვებას ვერაფრით დაუშვებ. კუში ძალიან დიდია, იმდენად დიდი, რომ ბევრს ალბათ არც დაესიზმრება. ანტონიჩი თან ლაპარაკობდა
და თან წრიპას თვალს არ აშორებდა. წრიპა შეიშმუშნა. კარგად იცნობდა ანტონიჩს. მის გამოხედვაში აშკარად იგრძნობოდა, რომ ძალიან სერიოზულ დავალებას აძლევდა. წრიპა კი შიშობდა, ვაი თუ ისეთი ჩახლართული საქმეა, უარის თქმა მომიწიოსო. წრიპა, ბანკების ამბავი და მათი საქმეები შენზე უკეთესად საქართველოში არავინ იცის. ამიტომ მინდა გთხოვო, ამ საქმეში შენ მოჰკიდო ხელი. ვიცი რომ შეძლებ დახმარება და უარს არ მეტყვი. გამიჯერე, საკმაოდ სწრაფად გაარკვე ყველაფერს. საძმოს თავისთავად სათანადოდ გაღიარებს. ანტონიჩის თვალებში მტაცებლისეულმა ნაპეწკარმა გაიელვა. იგი ახლა იმ დაუნდობელ სამყაროს განასახიერებდა, რომლის წრეში მთელი ცხოვრება გაეტარებინა. ანტონიჩ, რუსეთში 5 წელიწადი არ ყოფილვარ. გვარიანად გამიჭირდება ახალ რელსებზე გადართვა. თან ახალი თაობა მოვიდოდა უკვე. ახალი სახეები, უფრო სწორად ჩემთვის უცხო და ახლებური მენტალიტეტის მქონე ტიპაჟები. ვის უნდა მივადგე? თქვენ კი კარგად მიცნოთ, მაგრამ სხვები მიმიღებენ? შემოვლითი გზით ცდილობდა წრიპა შექმნილი მდგომარეობიდან თავის დაღწევას. წრიპა, მე შენ გითხარი, რომ რუსული საძმოსთვის უცხო არ ახარ. ისიც იცი, რომ ძმები თავის სცენებს ნელად ივიწყებენ. ეს ერთი და მეორე თავარი მაყუთი საქართველოშია წამოსული. ფული აქ არის, აქ. გაღიზიანდა ბოსი. აქ არის. მამაკაც ამოიძახა გაუცებულმა გიგამ, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ხმის ამოუღებლად იჯდა და ყურადღებით ისმენდა საუბარს. ბუკა, მოდი აუხსენ შენ თანამემამულეებს, რაშია საქმე. ალბათ შენ ჩემზე უკეთ გაარკვევ საქმეში. ანტონიჩი სავარჯეში მოიკუნტა. თან ხელის თითებს ისეთი ხმაურით ათამაშებდა, მაგიდაზე ეჭვი არ იყო უსაშვილოდ ღელავდა. ბუკამ ჯერ შეხედა, მერე წრიპას და გიგას, თავი დახარა და საუბარი დაიწყო. წელიწად ნახევრის წინ მოსკოვის წამყვან ბანკებში ახალი კომპიუტერული პროგრამები დაამონტაჟეს. დასახმარებლად ამერიკელი სპეციალისტები ჩამოიყვანეს. ტრენინგები ჩატარდა. სულ მალე თავს იწონებდნენ ახალი საბანკო სისტემი და გამართული მუშაობით, მაგრამ გადის დრო და საფონდო ბირჟაზე ბანკებს ერთი-მეორის მიყოლებით ექნებათ პრობლემები. ხან ერთ ბანკიდან იკარგება მნიშვნელოვანი თანხა, ხან მეორედან, რასაც არც თუ იშვიათად გაკოტრებასაც კი მოჰყვა ამა თუ იმ ბანკისა. სიტუაცია ესე გამწვავდა, რომ საფონდო ბირჟის ყოფნა არ ყოფნის საკითხიც კი დადგა. ბუკა საკმაოდ გარკვევით ლაპარაკობდა. წრიპა და გიგა ყურადღებით უსმენდნენ. ანტონიჩი სავარძლის საზურგეს მიგრძნობოდა, თითქოს ისვენებდა, მაგრამ მთელი ყურადღებით აკვირდებოდა ბიჭების თითოეულ მიმიკასაც კი. საფონდო ბირჟა, ვინც ყველაფერს ამას მართავდა, მართალია არ დახურულა, მაგრამ ოპერაციები შეწყვიტა. ბანკირები საგონებელში არიან და დახმარებისთვის ჩვენ მოგმართეს ავტორიტეტებს. ზედმეტად დამაჯერებლადაც კი ჟღერდა ბუკას განცხადება. რამდენი ბანკია გატეხილი? იკითხა წრიპა. 10-მდე. ძალიან მაგარი ვინმე ყოფილა. დიდი სიამოვნებით გავიცნობდი. ახტოვანება იგრძნობოდა წრიპას ხმაში. და არანაირი კუდი არ დაუტოვებია, ეს უკვე გიგამ იკითხა. არანაირი, დიახ, არანაირი, ხესაჭიდი არ ჩანს, არ საიდა, განმარტა ბუკა. მაგარია, 10 ბანკი და ისე სულთა გატანა, რომ ვის პოულობდე, ძალიან მაგარია, ოჩახ. წრიპა სახი გაბადროდა, პროფესიონალური ახტოვანებას გამოხატავდა, ვერაფრით მალადა თავის ემოციებს, მაგრამ საქმე შრალად არ დასრულებულა. მთავარ ბანკის გული გაუსკდა ნერვიულობისაგან. რამდენიმე ინფარქტი მოუვიდა. აქ უკვე ანტონიჩი საერთოდ ჩაერთო ლაპარაკში. ბოდიში ანტონიჩ, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ ბანკის ინფარქტი დაემართა, რა გასაკვირია თუ თავის ფულს საიმედოდ ვერ ინახავს. თავის თავს უნდა დააბრალოს. ჩვენი რა ბრალია, სულთა საქმეა, არავინ დაუგვირედიათ. დიდი სიამოვნებით გავიცნობდი. ხო ვერ წარმოგიდგენთ მასთან ანტონიჩ. წრიპა უჩვეულოდ გმოტავდა. აუ, წრიპა, შენ ხო არ დაუსტვინე. მაკაც მევეძებ და აქეთ მეუბნები გამაცანიო, სახეში ეცვალა შევს. რაღაც ვერ გავიგე, მე რა შუაში ვარ, სერიოზულად დაეძაბა წრიპა. რა გჭირს წრიპა? თავიდანვე შეგამჩნია, ფერი რომ არ გედო სახეზე, მართლა ზედმეტი დოზის მიღება მოგვწვია დღეს. არაადეკვატურად აზროვნებ. გაცოფებას ცოტა გაუკვდა შევს. თანაც ყველამ შვენივრად იცოდა, რომ ანტონიჩი ნარკომანებს ვერ იტანდა და მათთან მის ყოველთვის გამოხატავდა მტრობას და აგრესიას. როცა რომელიმე ნარკომანზე იწყებდა ლაპარაკს, ეს იმას ნიშნავდა, რომ მაშინ გელი იღვიძებდა. წრიპა წახდა.
მან კარგად იცოდა შეფის განწყობა ნარკომანებისადმი და ყოველთვის ცდილობდა თავის წამალზე დამოკიდებულება როგორმე დაეფარა, მაგრამ დღეს ნამდვილად არ გამოუვიდა. თუმცა სხვა ვინმეს რომ შენიშვნა მიეცა, ყველაფერს თავზე დაამხობდა, მაგრამ მის წინ ძველი გამოცდილი განაბიჯდა. თერთ პოსტაპტურსა სივრცეში სახით განთქმული ავტორიტეტი იოლად ვერ წამოჰკრავდა ხეს, ეგ კი არა, უბრალოდ საყვედურსაც ვერ შეჰკადრებდა. ანტონიჩ, გუშინ ცუდად ვიყავი, არც დღეს ვარ მაინდამაინც კარგად, თავის გამართლებას სცადა. თავს გაუფრთხეთი, წრიპა. ჭკუის დასარიგებლად არ ჩამოსულა შენთან, მაგრამ საქმე უნდა ბოლომდე მივიყვანო. ერთი სიტყვით, ფული საქართველოშია წამოსული, ის კაცი კი მოსაძებნია. მოკლედ, შენ უნდა მიხედო ამ საქმეს. წრიპა, შენზე უკეთესად ამას ვერავინ შეძლებს. ანტონის სახეზე დაძაბულება მოეხსნა. როგორც ჩანს, დაუჯერა კიდეც, რომ მისი ფერის დაკარგვა და უგუნებობა სულაც არ იყო ნარკოტიკით გამოწვეული და ისევ კეთილგანწყო თბილისელი უმცროსი კოლეგისადმი. ანტონის, დარწმუნებული ხართ, რომ საქართველოსთან წასულმა გაიტანა ყველა ის ბანკი, რომიცით ბანკები ჩემი პროფილია, მაგ დონი ძარცველი არაფრით გამომეპარებოდა და მარტო ხუმარ იქნებოდა და მიკვეს ინფორმაციამ როგორ მოაღწია ჩემამდე. არა, აუცილებლად უნდა გამეგო. 10 ბანკის გატანა სერიოზული დრო და მუშაობა ესაჭიროება, გამორიცხულია, მე გამომპარვოდა. რა სიტყვი, გიგა, ჩვენ ბიჭებს ეძინა თუ რა? წრიპამ გიგას მიმართა. გამორიცხულია, ყველა სერიოზული გეგმა და განსაკუთრებით ბანკების ძარცვის საქმე უჩვენად არ განიხილება. ამაზე თავს დავდებ, დაუდასტურა გიგამ. თქვენ სწორედ ვერ გაიგეთ, ბანკები არავის გაუტანია, არამედ კომბინაციებია ჩატარებული, რის შედეგადაც ფული გაქრა, ლაპარაკში ისევ ბუკა ჩაერთო. როგორ გაქრა, ფული აღარსად არის, ხო? რაღაც ვერ გავიგე, ისევ შეცვა წრიპა. თან ანტონიჩისკენ გაიხედა, ისევ შენიშვნა არ დავიმსახურო. ნახფურზე არ მიდის ლაპარაკი, თანხები ბანკერების ანგარიშებიდან მოიხსნა და გაურკვეველ ანგარიშებზე დაისვა. ამ ანგარიშების შესახებ ინფორმაციას კი ვერსად პოულობენ. ისია გადარიცხვის ოპერაციები განხორციელებული, რომ საძის ეს უზარმაზარი თანხები ვერაფერს იგებენ. მოკლედ, ჩვენ ახლა გვინდა სწორედ ამ ანგარიშებს მივაკლიოთ. ვის სახეზეა და იქიდან გავიდეთ მაყუზე. აი მთელი მექანიზმი იმ უდიდესი მისიისაა, რომლის შენზე გადმოსაბარებლად თბილისში ჩამოვედით. ბუკამ წრიპას სადღესასწაულო სახით გადახედა და თავი ისევ დახარა, თითქოს ამით ანიშნებდა ლაპარაკის გაგრძელებას აღარ ვაპირებო. ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოუწყო. კი, მაგრამ ანტონის, საბანკო ოპერაციები, გადარიცხვები თუ ფულის გაშავება, გათეთრების მანიპულაციები და ათასგვარი პროცესებზე მე საიდან უნდა ვიცოდე? მაგისთვის უმაღლესი განათლებაც არ კვანა. 1000 ტრენინგებს და კურსებს გადიან, მე კი აღარ გააგრძელა წრიპა. მაგას შენ არც არავინ გთხოვს, წრიპა. ჩვენ გვინდა ვიპოვოთ ის ტიპი, ვინც ეს საქმეები დაატრიალა. დანარჩენს უკვე ჩვენ მივხედავთ. სახი კიდევ უფრო გაუმკაცდა განავს. ფულს დააბრუნებინებთ, გაეღიმა წრიპას. ბუკა, ეს კაცი მგონი გვეკაიფება. რა გაიკეთე წრიპა, ამისთანა რომ გონზე ვერ მოდიხარ. ცინიკურად კითხა ქართველ კოლეგას გაღიზიანებულმა რუსმა შეფმა. წრიპა ამგვარ მიმართვას არ მოელოდა, წამოწითდა და აშკარად დაეტყო ნერვიულობა. ფეხზე წამოდგა და მღელვარების დასაფარავად ფანჯრისკენ წავიდა. ანტონიჩი შეფი კი იყო, მაგრამ წრიპასთვის თლად იული არ ყოფილა ამხელა დამცირების ატანა. ანტონიჩი გაბზარული ხმით დაიწყო წრიპა, მაგრამ მოხუცმა შეაწყვეტინა. ვალერა, თუ ძმა ხარ, მაშინვე ნუ ავარდები. ხოლმე, არ გვინდა ასეთი ამბები, დამშვიდი და მომისმინე. ხო, რა გაუცებული მიყურე, დამშვიდი, დაწყნადი და დაჯექი. ხმას აუწია მოხუცმა და სკამისკენ მიუთიტა. ანტონიჩი რომ მიტყვიან, თვალებიდან ნაპეწკლებს ისროდა. ალეწირი წრიპა დაემორჩილა, შეფის ბრძანებას და სკამზეც ჩამოჯდა. ვალერა, იცი შენ, როგორ ურთიერთობა მაქვს შენთან, შვილივით გიყურებ და საძმოშიც ჩვენივრად იციან ეს. დღეს კი ჩვენი საძმოს ყოველი წევრი ამბის გამო დაძაბულია და გამოსავალს ვეძებ. ახლა შენი ავარდნაკი სავსებით უადგილოა. თანაც ისიც იცი, რომ ვერ ვეგუები დაკაიფებულ ტიპების სქერას. ნუ თუ ამდენი ხანია ვერ ისწავლე, რომ ვინც კაიფობს, საქმეს რიგიანად ვერ ქაჩემს, შესაბამისად ვერც ბოლომდე მიხავს. ამიტომ ჭკუას მოუხმე და თავს გაუფრთხილი.
და კაი ფარიკი არაფერში მჭირდება. ხომიცი სანამ მე ცოცხალი ვარ, ასე იქნება. რომ დამბრიდავენ ან დავიბრიდები, მე რაც გინდათ ის გაკეთებ, მაგრამ მორფინისტობას არ გიჩევ. ეს სიკვდილთან ყოველდღიური ყოველწამიერი თამაშია, იცოდე. ახლა ისე ჩვენ თემას დავუბრუნდით. უფრო სწორედ შენს ჩემდამი დამოკიდებულებას. ხომ იცი, ჩვენ საძმოში ცოტა არ კაიფობს, მაგრამ ჩემთან რო კაიფში ყოფი რომელიმე მოვიდეს, ხომ წავაცალე თავი. შენ კიდევ ხო იცოდი, რომ დღეს ჩამოდიოდი. ასე უნდა დამხვედროდი? ან ტონიჩი აღარ მალავდა გაცხარებას. წრიპას აღარც უყურებდა, ლომივით ვრინავდა. ხურმობა საქმე ხო არ იყო, შავი სამყაროს პატრიარქად მიიჩნევდნენ. კურდული კანონების აღსრულებისას არასოდეს ჩაჭრიდა და უზომო პატივისცემითაც სარგებლობდა კრიმინალურ სამყაროში. წრიპას თავი დაეხარა და დამნაშავე ბავშვით უსმენდა შეფს. მისი წეღანდილი აბობოქრება სადღაც გამხრალიყო. ერთი სიტყვით ძმებო, ისევ საქმეს დაუბრუნდეთ. ის ტიპი უნდა აუცილებლად მოიძებნოთ და თქვენზე კარგად ამას თბილისში ვერავინ გააკეთებს. ანტონიშმა ახლა გიგას გადახედა. გიგაც აღელვებული ჩანდა, არც მას უნდა და შენიშვნა მიიღო შეფისთან. თავ ძალად დაატანა და იკითხა, თუ ის ტიპი საქართველოდან არის რაიმე ინფორმაცია, თუნდაც უმნიშვნელო ხელჩასაჭიდი ფაქტი ხომ არ გაქვთ მის შესახებო. თითქმის არანაირი, უბრალოდ რაღაც მინიშნებები გვაქვს. ამის შესახებ ყველაფერი დაწვრილებით ბუკა მიცის და იგი გაგარკვევ წვნიმანებში. წრიპა კოტიკას დაუძახე, საწოლი გამიმზადოს, ცოტა ხარს დავისვენებ, რაღაც ვერ ვარ კარგად. ანტონიშმა გულზე ხელი დაიდო და დივანზე გადაჯდა. ანტონიშ, რა მოგივიდა? წრიპა მაშინვე მიეშველა მოხუც. არაფერია, მემართება ხოლმე ასე. პატარა ხომ აღარა ვარ. გაეღიმა შეფს და თვალები მილულა. კოტიკას მაშინვე მოვიდა. ხელკავი გამოსდო ანტონიშ და გვერდით ოთახში გაიყვანა. ახალგაზრდები კაბინეტში დარჩნენ. ლუკას უნდა აეხსნა მათთვის საქმის ვითარება, რასაც ენერგიულად შეუდგა კიდეც. ძალიან დიდ ფულზე იყო ლაპარაკი, ფულზე, რომლისთვისაც ნამდვილად ღირდა ამხელა ენერგიის დახარჯვა. თიკოს ულტიმატუმი და მექისე რაშიდა. მაკდონალდში ხმაურს მიქონდა იქაურობა. ბავშვებით გადატენილ დარბაზში ფეხის დასადგამი ადგილიც აღარ იყო. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით აქცია ტარდებოდა. იმ დღეს მოსულ სტუმრებს მაკდონალდსის პროდუქციას ფასდაკლებითაც თავაზობდნენ. თანაც ლატარია თამაშდებოდა და პატარებს უამრავი სურპრიზს ჰპირდებოდნენ. რა თქმა უნდა, სათანადო რეკლამაც გაეწიათ საამისოდ და ამიტომაც უამრავი ხალხი ცდილობდა აქ მოხვედრას. დარბაზის კუთხეში ცალკე მდგომ მაგიდასთან თიკო მიმჯდარიყო. კოკა-კოლას მუყაოს ჭიქაში ნერვიულად ათამაშებდა. საჭრუფ ჭხის და იქაურობას ათვალიერებდა. ზოგიერთმა თავისუფალი სკამი მოსთხოვა მისი მაგიდიდან, ის კი ყველას უარით ისტუმრებდა. დაკავებულიაო. თიკოს დანახვით გახარებულმა უჩამ ძლივს დააღწია თავი ბავშვების მორიგ კოლონას. ცოტას და გამჭყლეტდნენ. ეს რა ხდება დღეს? ღიმლი წამოიძახა უჩამ. თიკოს ლოყაზე აკოცა და მის მოპირდაპირე მხარეს დაჯდა. სიურპრიზების დღეა. აქციას აწყობენ და ბავშვებსაც მეტი რა უნდათ, უპასუხა თიკო. ძალიანაც კარგი, ჩვენს პატარებსაც გაუხარდებათ სიურპრიზები. როგორ ხარ? რამდენი ხანი არ მინახე ხარ? ახლა წავა და შეკვეთას მივცემ. აბა ვის რა უნდა? მართლა ბავშვები სად არიან? ზედიზედ მიაყარა ერთმანეთის შეკითხვები უჩამ და გაუცებით მიმოიხედა აქეთ-იქით თიკოს პატარებს ეძებდა. ბავშვები არ იქნებიან, ცივად უპასუხა თიკომ და თავი დახარა. რას ქვია არ იქნებიან? ეგ რანაირი პასუხია? გაიკვირვა უჩამ. დღეს მარტო მოვედი და საერთოდ გაღიზიანებულმა თიკომ აღარ გააგზელა. სახეზე ალმური მოსდებოდა, აშკარა იყო, ძალიან ნერვიულობდა. რამე შეემთხვათ, სადმე წაიყვანეთ თუ რა ხდება, რა პრობლემაა? იქნებ ჩემი დახმარება საჭირო. უჩა აღელვებული ლაპარაკობდა და ძნელი შესამჩნევი არ იყო, ახლა მისთვის წყალში უსკულიდან გადახტომა რო ებძანებინა თიკოს, ბავშვებს სჭირდებოდაო გადახტებოდა. იცი რა უჩა, შენ მხოლოდ ბავშვებზე ფიქრობ. სხვა არავინ გაინტერესებს. ამაში კარგა ხანია დავწმუნდი. ჩემს შვილს და დიშვილებს კი მეც ვეყოფი, ახალი ძიზები არ წირდებათ. თიკოს კიდევ რაღაცი თქმა უნდოდა, მაგრამ ამ დროს მათ მაგიდას ვიღაც ქალი მიუახლოვდა. თავისუფალი სკამს ავიღებო. რა პრობლემაა ინებეთ, შესთავაზა უჩამ.
დადეთ ეს კამი თავის ადგილას და ვერ ხედავთ რომ საუბრობთ. მოულოდნელად და დაუყვირა თიკომ უცნობ ხას. თქვენ მაინც არ ჭირდებათ ეს კამი, მე კი არ ვიცი სად დავждე. გაიბრძოლა უცნობმა ხალმა. ქალბატონო, დაგვანებეთ თავი, ჭირდება ეს კამი. სხვაგან იპოვეთ ადგილი თუ შეიძლება. ამჯერად უფრო ხმამაღლად დაუყვირა უცნობს თიკომ და ისიც გვენაკბენივით მოშორდა იქაურობას. რამდენიმე წუთი უჩასა და თიკოს ხმა არ მოუღიათ. ბოლოს უჩამ ვერ მოითმინა და იკითხა: თიკო, შენ ხომ არ გაგიჟდი? გამაგებინე რა გჭირს? სიმართლე გითხრა, ვერ გცნობ. ან უბავშვებოდ რატომ მოხედი? ან იმ ხაზს რას ერჩვოდი? აკი თიკომ იფეთქა: ხო, გავგიჟდი, შევიშალე, არანორმალური გავხდი. შენ კიდევ რა გინდა, რადგან დამეკიდე, თავს რატომ არ დამანებებ? ხო გითხარი, იმ ბავშვები ძიზა და ისიც მამაკაცი არ სჭირდება. თიკომ გაუგნებული უჩას ხმის ამოღება არ დააცადა. მაგიდიდან წამოიჭრა და სწრაფად გავარდა გარეთ. თან იქ ყოფთ გაუცებული სახეები გაიყოლა. უჩა ერთხანს ვერ მიხვდა რა მოხდა. მერე კი წამოწყვეტილივი წამოდგა, უხერხულად მიმოიხედა აქით-იქით და ნელი ნაბიჯით წავიდა კარისკენ. გარეთ გამოსულმა ერთხანს კი ათვალიერა იქაურობა, იქნებ თიკოს კვას წავაწყდა სადმეო, მაგრამ თიკო უკვე კარგა ხნის წასული იყო. სად არის თბილისში ეგზოტიკის მოყვარულ მამაკაცთათვის საუკეთესო ადგილი? რა თქმა უნდა, აბანო თუბანში. გოგიდის წყლის საუკეთესო აბანო ვის აქვს? რა თქმა უნდა, რაშიდას. ყველაზე კარგ მექისეს სად იპოვე? რა თქმა უნდა, რაშიდასთან. დიახ, ეს ასე იყო. თბილისელი აზერბაიჯანელი რაშიდ რაშიდოვი აბანო თუბნის კოლორიტი გახდა. ხარფუხში დაბადებული ბიჭის მამა პაპა და მთელი სანათესაო გოგიდის აბანოებში მუშაობდნენ. რაშიდე იყო შერწყმოდა იქაურობას, რომ წარმოუდგენელიც კი იყო მის გარეშე აბანო თუბანი. შეიძლება ითქვას, რომ რაშიდა აბანო თუბნით ცოცხლობდა, აბანო თუბანი კი რაშიდათი. აბანო თუბნის ავანჩავანი ჭირი თუ რხინი რაშიდაზე უკეთ არავინ იცოდა და არც აბანო თუბნელებზე შესტკიოდა გული ვინმეს, რაშიდაზე მეტად. გამორჩეულად მაინც გოგიდის აბანოების მექისეებს, მოლარეებს, დამლაგებლებს, აქაურ მეეზოვეებს პატრონობდა. თვით უმნიშვნელო პრობლემასაც კი რაშიდასთან არ კვებდნენ. სამართლიანი კაცი იყო რაშიდა, ამავე დროს ორთოდოქსი მუსლიმი. ალახის ნება ყველაფერია, ხშირად ამბობდა. ხოლმე და ცდილობდა ყველასადმი სამართლიანი ყოფილიყო. უყვარდათ აბანო თუბნელებს მუსლიმებს რაშიდა. შიში არ ეშინოდათ, მაგრამ მისი უფროს ჯეროდათ, ვიდრე ბოტანიკური ბაღისკენ მიმავალ ქუჩაზე მდებარე ძველი მეჩეთის მოვლისა. ამით ამაყობდა რაშიდა, თუმცა კი რაც უფრო მეტ მოგზაურობას გრძნობდა თანაუბნელებისაგან, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თითოეულს თხოვნასა თუ სულს. ყოველთვის მოწესრიგებული და მობილიზებული იყო რაშიდა. ეტყობა ამის გამოც იყო, რომ არა მხოლოდ თანამემამულეები, არამედ კანონიერი ქურდებიდან დაწყებული მთავრობის წევრები დამთავრებული ყველანი დიდ ანგარიშს უწევდა მას. ერთი სიტყვით რაშიდა ადამიანებთან ურთიერთობების დიდოსტატიც გახდათ. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი განათლება არ მიუღია, გამჭრიახი გონების წყალობით კარგ ფსიქოლოგს არაფერ ჩამორჩებოდა. ისე შეეძლო ადამიანის სულის დანახვა. იმასაც იოლად ხვდებოდა, ვის რა უჭირდა, რა უნდოდა, რა ამოძრავებდა, ან რისკენ ისწრაფვოდა. თბილისელობაზე ხომ თავს დებდა და თავის ისტორიულ სამშობლოზე მეტადად თბილისი უყვარდა. რაშიდას აბანოს საერთო საშხაპეში იმ დღეს რამდენიმე მამაკაცი ბანაობდა მხოლოდ. უსაქმო დარჩენილი მექისეები დროის გასაყვანად დიდ მაგიდას მისხდომოდნენ და ემოციურად თამაშობდნენ დომინოს. ისმოდა დომინოს ქვების ჭახაჭუხი, ძველებური საანგარიშო შხაკუნის ხმები და მოთამაშე და შეძახილები, რომიტყვენ აბანოში ნამდვილი გნიასი იყო. გასახდეში უჩა შემოვიდა, ხელში ცელოფნის მოზრდილი პარკით, ოთრებით ლუდი და შებოლილი თევზი და რუხი პური ეჭირა. დომინოს მოთამაშეებს მიესალმა. პარკი მაგიდის კუთხეში დადო და სკამზე ჩამოჯდა. ვინც მოვიდა გაომარჯოს, შენ ხომ ხელცარიელი არასოდეს მოდიხარ, რატომ მიხარჯები ასე ჩვენთვის? მისამნებას მოაყოლეს მოთამაშეებმა. სათითაო წამოდგნენ და ხელი ჩამოართვეს უჩას. უჩამ გაღიმებით კი გაუღიმა დამხვდურ, მაგრამ არაფერი უთქვავს. ეტყობოდა ხასიათზე ვერ იყო. ჩვენი ძმა ხარ უჩა. რაღაც ვერ ხარ ხასიათზე თუ მეჩვენება. ხანში შესულმა ძელ ლულაშიანმა
შიშვეს ხეუზე პისახოც შემოხვეული მექისე მაშუნე შეატყო ახალ მოსulis უბენებობა. უბრალოდ ავიღალე ვაგიფცია. უხალისოდ გაეპასუხა უჩა. ეგ საქმე მომომანდე, ისე გაქისამ, სულ ცეკვები დააწყებინე. საქმიანი სახით წამოდგა გაგიგა. ვიცი, და მაგიტომაც მოვედი შენთან. ჩემი ნომერი ხომ თავისუფალია. მაშ თავისუფალია უჩაჯა. გაემზადე და მეც ახლავე მოვალ. ატრიბუტებს წამოვიღებ. აკი ვაგიფას წინააღმდეგობა შეხვდა. ერთ-ერთი ახალბედა მექესე წამოიჭრა და წინ გადაუდგა ძვერს. ვაგიფა, არც მე ვიცი, შენზე ნაკლები ქისა. თანაც ახლა ჩემი ოჩერედია, გაიგე? აი შეყურუნსაღო შენა, ვეღარ გაიგე? უჩა ჩემი პასტიანი კლიენტია, მაგათან არც ოჩერედი მინდა და არც არავის დაუთმო. და ახლა აზერბაიჯანურად შეუტია მოწინააღმდეგეს. ნუ იცით ხოლმე ჩემს მოსვლაზე ერთი ალიაქოთის ატეხვა, თავს უხეხურად გზნო, გაიღიმა უჩას. ეხლა ახლანდელმა უფროსი და უმცროსი არიციან შვილო. გაწირაკია და არიცის უფროს რა უთხრას. ვაგიფა ისევ აზერბაიჯანურზე გადავიდა და ახალბედა გვარიანად გამოთათხა. სხვებას მხარი აუბეს და ლამის აატყიეს ახალბედა მექისე. კარგი ახლა გეყოფა თორემ წავალ აქედან. ნამოზია შეაგდო უჩამ ძველი მექისეები და ისინი როგორც იქნა დაშოშმინდნენ. ვაგიფა კი უჩას წუხწუხით მიხვა. ხელი ხეზე ხმაური დაიწყა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კლიენტის მოსახლეობისთვის მზად იყო. ამჯერად ძველი თბილისის გარდასრულ ფურცლებს გადავალო თვალი. თბილის დისხელი წყალი კდიდან, ას მითი აბანონი ექვსნი, აქ დასხნა შასეფამ სეიდნი, მისი გამო სპარსნი უწოდებენ სეიდაბადს, წერდა მე-17 საუკუნის დედაქალაქზე ვახუშტი ბატონიშვილი. ეს ის პერიოდია, როცა თბილისის შეთხელებულ ტერიტორიაზე მაჰმადიანთა ტომი სეიდები დასახლდნენ. თბილისის ეს უბანი სავარაუდოდ მოიცავდა მდინარე წავკისის მარჯვენა ნაპირს, ახლანდელი თათრების სასაფლაოსა და აბანოთ უბანს მტკვრამდე. ეს ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილია. ვახუშტისავე თბილისის 1735 წლის გეგმა სეიდაბადს ასე წარმოგიდგენს. ჩრდილოეთიდან სამხრეთის ზღუდე და წავკისის ხევი, აღმოსავლეთიდან მტკვარი, სამხრეთიდან ძველი ზღუდე, განჯისკარი, დასავლეთიდან თაბორის მთა. ამ უბანს სეიდაბადი ეწოდა პირველი ქართველი მაჰმადიანი მეფის როსტომის დროს. როსტომი იგივე ხოსრო მირზა სიმონ პირველი ძმის დავითის უკანონო შვილი იყო. მისი მეფობისას 1632-1658 არაერთი ქართული სამოხელეო სახელი შეიცვალა სპარსულით. მეტიც, იგი შაჰ-სეფის პირადი გვარდიის უფროსის ყულარაღასი და ისპაჰანის მოურავი ყოფილა და შაჰსაც მამას ეძახდა თურმე. სეიდაბადი დანარჩენ ქალაქს აბანოს კარით უკავშირდებოდა. ქალაქის კართან მებაჟე იდგა. გადასახადს იხდიდა ყველა, ვისაც ბაზარზე რაიმე მიჰქონდა გასაყიდად. აბანოს კარზეთ და განჯის კარზეთ, თუ ზღვის კარზეთ, თუ მასზე 5 შაური ბაჟი რომ ყოფილიყო, 4 შაური ბატონისა არის და 1 შაური მოურავისა. ნათქვამია მე-18 საუკუნის დოკუმენტში. სეიდაბადში ბაღბოსტნები და ვენახებიც ყოფილა, რომლებიც საგანგებოდ გაყვანილი რუებით ირწყვებოდა. აქვე იყო ბაღების მეპატრონეთა საზაფხულო სახლები, დუქნები. წანისის ომის 1795 წლის შემდეგ სეიდაბადი ადგილის სახელად აღარ იხსენიება. იგი ითვლება ხარფუხით. ხარფუხი თავდაპირველად თაბორის მთის აღმოსავლეთ კალთას ეწოდებოდა. მთის ძირში საკულტო ქვა ყოფილა ხატით, სადაც სუსტ შეყრილი ბავშვები მიჰყავდათ განსაკურნავად თბილისელ ქრისტიანებს, რომელთაც აქ ნაჭრის ხუჯინებით, ნაჭრისივე თოჯინებით მოჰქონდათ. ხუჯიში შახრის ნატეხები ელაგა შესაწირად. ხარფუხი სომხური სიტყვაა და სურდოს ნიშნავს. ხარფუხელები თავიანთ თავს წყაროსუბნელებსაც უწოდებენ, რადგანაც ამ უბნის სამხრეთით მდებარე ჩანადერის ხევში ახლად მოედინება წყარო. ჩანადერი თურქული სიტყვაა და წყლის ხევს ნიშნავს. საქვეყნოდ იყო ცნობილი თბილისის სასწავლომოქმედი გოგირდოვანი აბანოები. თბილისის აბანოები სხვადასხვა დროს კერძო პირებს ეკუთვნოდა. ერეკლე მეფეს თუ თბილეს ორბელიანს, მელიქიშვილებს, სუმბათაშვილებს, ბუნებრივია პატრონებს შემოსავალი ჰქონდათ და შესაბამისად აბანოები ყიდვა-გაყიდვის, მზიდვის, ჯუკებისა და დავის საგანიც იყო. ქალაქის აბანოები
ბადალი ხმელეთისაო, არც ეს ხალხური ლექსის ტრიქონების შემთხვევით. თბილისის აბანო ერთგვარი საკრებულოს იყო. ბაღებსა და ოჯახებში დაწყებული ძგეიფები აბანოში მთავრდებოდა. ქალებისთვის საგანგებო დღეები იყო დადგენილი აბანოში წასასვლელად. სიონის აბანოს ამიტომაც ეწოდება სამშაბათისა. ქალები მთელ დღეს აბანოში ატარებდნენ, ბოხჩი ცარეც კი მიჰქონდათ, თან შვილებიც მიჰყავდათ. ქალებს აქ შეეძლოთ გამოეფინათ ძვირფასი სამკაულები. ახალი ტანსაცმელი აუცილებლად აბანოში უნდა ჩაეცვათ. აბანოში შინჯავდნენ საპატარძლოებს, არჩევდნენ ქვეყნის ტყუილ მართალს. ქართველები, განსაკუთრებით კი დიდებული ქართველი ქალები, კვირაში ერთხელ მთელ დღეს და ხშირად საღამოსაც აბანოში ატარებდნენ. პირველი თაღებიან შენობაში ისინი ნებირად წამოწვევიან ტახტზე და თმას და ფრჩხილებს იღებავენ. მოხუც ქართველ ქალებსაც თმის მუდმივი შეღების გამო ნაწნავები გიშერივით შავი აქვთ. იქ ისინი ისვამენ პირის სახეზე ფერუმარეს, ცდილობენ შეღებონ და შეაერთონ წყარბების ისრებით და სხვა. უამისოდ აქ სილამაზე წარმოუდგენელია. ეს დიდი დღეა მათთვის, დღე ტკივილისა და სიხარულისა, წერდა თავის დროზე დიპლომატი ვილჰელმ ფონ ფრეიგანგი. ჯერ კიდევ მე-16-მე-17 საუკუნეებში თბილისის აბანოები სახელგანთქმული ყოფილა არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ თითქმის მთელ აზიაშიც. 1000 ჯურის დამპყრობი თუ გადამთილი თბილისური აბანოებისკენ მოილტვოდა. ხალხში ასეთი ლეგენდაც იყო გავრცელებული. ირანის სვედან შაჰს აღა მაჰმად ხანს უწმუნოებია თბილისის გოგიდის აბანოები მამაკაცობას დამიბრუნებსო და არაერთი ღამე გაუთენებია თურმე თბილ წყარში მჯდომ, რომ არაფერი შველებია განესხებულს მთელი აბანოები გადაუბუგას და თბილისის ზედს მიუყოლებია. პარადოქსია, მაგრამ მის მიშვის იმდენად მოსწონებია თურმე თბილისი, რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნებია ბიძის მიერ გავერნერებულ ქალაქსა და აბანოე უბანში დასახლებულად. მიშის თავმოავლები ახლაც აქ ცხოვრობენ. ამ შთამომავალთაგან ერთ-ერთი მეც ვარო ამაყობდა რაშიდა და ამის დასამტკიცებლად დაეჭვებული პირები პირდაპირ თავისი მამა პაპის მუსლიმანურ სასაფლაოზე მიჰყავდა უძველეს საფლავთა სანახავად. ისიც ჩვენივრად იცოდა უჩამ, რომ თბილისის აბანოებს აღუთოვანებია ცნობილი ფრანგი მოგზაური შარდენი, ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა, რუსი პოეტი ალექსანდრე პუშკინი და კიდევ რამდენი. თუმცა ახლა ეს აბანოები მტრად ისე როდი გამოიყურებოდა, როგორც მათ დია წარსულ შეეფერებოდა. ვაგიფამ უჩას აუზიდან ამოსვლა არ დააცადა, საგანგებოდ მოწყობილ მარმარილოს დაბალ მაგიდაზე გაშოტა მუცლით და ხმის ამოუღებაც არ დააცადა. ეჩია კაცი ჭინკასავით შეახდა ბეჭებზე. უჩას უნდოდა ეყვირა, დამაცადე, სული ამოითქვაო, მაგრამ ვინ დააცადა. მის ზურზე ისეთი როკვა გააჩაღა ვაგიფამ, შორიდან საცეკვაო მოედანი ეგონებოდა კაცს. კიდევ კარგი, ეს როკვა დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა იგი სულ მალე მასაჟმა შეცვალა. ვაგიფა ამას მასაჟს ეძახდა, თორემ უფრო ხელებისა და ფეხების გადაგრეხვას გავდა. უჩას ძრებს ისეთით კაცსატკუცი გაუდიოდა, სუსტი ნერვების პატრონი ძნელად თუ გაუძღებოდა. ვაგიფა ამ თავის ოსტატობას კომენტარებითაც ავსებდა. ოღონდ აზერბაიჯანულ ენაზე ბუტბუტებდა და ეს ბუტბუტი ჯადოქრის გამოლოცვას უფრო გავდა. ნახევარსაათიანი ძიძგილაობის შემდეგ მექისემ საფრით კარგად გაქაფა უჩა და შლანგით გოგით ცხელი წყალი მიუშვირა. აი ქარდაშ ქისა მორჩა, იმედია მოგეწონა უჩაჯა. ხმა დამოისუნთქა ვაგიფამ და მაჯით გაოფლილი შუბლი მოიწმინდა. საღოლ ვაგიფ, კიდევ 10 წუთით და ალბათ მომკლავდი კიდეც. რა იყო კაცო, არ შეგეცოდე მაინც, ძლივს მოსულიყო, გონს უჩა. ვაგიფამ იცის თავისი საქმე, ახლა ცოტა დაისვენე, მერე ვილაპარაკო. ნახე 20 წუთში ჩიტივი წამოფრინდები და ვაგიფამ შხაპს შეუშვირა თავი. ახლა უკვე საკუთარი თავისთვის უნდა მიეხედა, უჩაზე ნაკლებ არც ის დაღლილა. დანგრეული ვარ, ფეხზე ვერ დგები, წაიწუწუნა უჩა. მერე ვინ კითხა რომ უნდა იდგე, წამოწეკე, ცოტა ხანი დაიძინე რა. ვაგიფო უჩასთან მივიდა, მარმარილოს მაგიდაზე დაწოლაში მიეხმარა. ისიც იყო უჩამ თვალი მილულა, რომ მექისის ხმა ჩაესმა. უჩაჯამ დაისვენე, 20 წუთში რაშიდა მოვა რა. ასე უთხრა, უჩა როგორც გამოჩნდება, უჩემოდ არ წავხვიდეო. სერიოზული ძალიან საქმე გაქვსო. უჩას ცოტა არ იყოს გაუკვირდა.
რაშიდას ჩემთან რა სერიოზული საქმე უნდა ქონოდესო, მაგრამ ახლა ფიქრის თავიც აღარ ქონდა, დაწვა თუ არა მაშინვე ჩაეძინა. გასახდეში დომინოს თამაში შეეწყვიტათ. მექისეები ახალმოსულ რაშიდას შემოხვეოდნენ, გარდა შეწუხებული გამომეტყველებით, თავიანთ ენაზე რაღაცაზე გაცხარებული კამათობდნენ, თუ სჯეროდნენ. წეღანდილი ხალისიანი ატმოსფერო სადღაც გამქრალიყო. აბანო თუგნელები სერიოზულ მღენვარებას მოეცვა. აბა ლომებო, ლუც არ მიით მედიკომ, ჩვენი მაღაზი გამყიდველმა საგანგებოდ გადამინახა რამდენიმე ბოთლი. მე კიდე სულ თქვენ წამოგიღეთ. ამ სიტყვებით უჩა გამოვიდა ნომრიდან. ახალ გაღვიძებული და გახალისილებული. რაშიდას მოჰკრა თვალი და ხელის ჩამოსართმევად წავიდა მისკენ. რაშიდაც ფეხზე წამოდგა, უჩას გულიანად ჩამოართვა ხელი და როხროხა ხმით მიესალმა, თან დაძინა, გაამოსო. მადლობთ რაშიდ. მოგონდი იცოდე, ეგ ჩვენი ვაგიფა ერთხელაც იქნება და ბოლოს მომიღებს. ისე მაბურთაებს თითქოს ნარდის კამათელი ყოფილიყავი. ვაგიფამ სიამაყე გადახედა კოლეგებს. შენ მარტო ვაგიფა უყვარს, სხვებმაც იცის რა კარგი ქისა, დაიწუწუნა მამედამ, ერთ-ერთმა მექისემ. სიქიმ მამედა, ათაიხა, იფეთგა ვაგიფამ და გიმების კორიანტელი დააყენა აზერბაიჯანულ ენაზე. აც მამედა დარსა ვალში, ცოტაც და ჩხუბი გატყდებოდა. რაშიდო რომა ჩარეულიყო. ძანებლური ტონით დასჭეკა რაშიდა, მოკლე და გარკვევით ლაპარაკობდა აზერბაიჯანულად. უჩამ კიდევ ერთხელ ინანა, ძველ თბილისში გაზრდილ ბიჭს თავი რომა შეეწუხებინა არც აზერბაიჯანულის და არც სომხულის და არც ქურთულის სწავლით. არადა უამრავი არაქართველი მეგობარი ჰყავდა. მართალია ცოტა ესმოდა იმათი ენა, მაგრამ გული წყდებოდა, რომ პასუხის გაცემა არ შეეძლო. ახლაც კი მიხვდა, რომ რაშიდა თავისებურად მოძღვრავდა თანამემამულეებს, მაგრამ ერჩივნა თვითონაც ეთქვა ერთი-ორი სიტყვა იმათ მშობლიურ ენაზე. ასე ჩემს ნათქვამს მეტი ფასი ექნებოდაო, ფიქრობდა. ამასობაში მექისეები დაწყნადნენ და ბოდიშიც კი მოუხადეს უჩას. მერე უხალისო წამოიზლადნენ და ერთმანეთის მიყოლებით გალაგდნენ ოთახიდან. რაშიდა კარამდე მიხვა მათ, მოლარეს გაზახა, სანამ არ გეტყვი არავინ შემოუშოო. მერე კარი ჩაკეტა, მოტრიალდა და მაგიდასთან უჩას პირდაპირ დაჯდა. დაუბერდი კაცი და ამათ ხუშტურებს ვერაფერი გაუგე, ვითომ ერთმანეთი უყვართ, არადა ერთი კლიენტისთვის შეუძლიათ ასე იჩხუბონ. რაშიდამ ლუდი გახსნა და მაღალ ჭიქებში ჩამოასხა. ასეთი გაბრაზებული არასოდეს მინახი ხარ, ძია რაშიდ. ვერ წარმომედგინა, თუ რამე შეეძლო შენი წონასწორობიდან ასე გამოყვანა. არა, ნამდვილად რაღაცა ხდება, გაოცებული იღიმებოდა უჩა. აბა რა გითხრა უჩაჯან, ეთყობა სიბერე მიცის ეს, მართალი ხარ, ნერვები აღარ არის, დაუბერდი. რაშიდა, ისი არ დაბერდება, თავი თუ ვერ გააკონტროლებს, ეს მე არ მესწავლება. მიეფერა უჩა უფროს მეგობას, ეს სიამოვნე ეს სიტყვები მოხუც სახე დაუმშვიდდა. უჩა, რაშიდა ერთბაშად ძალზე დასერიოზულდა და განაგრძო. მე პატარა აღარ არის, ცხოვრებაში რა არ მინახავს, რა არ გამომიცდია. ცუდიც იცის, რაშიდან და კარგიც. ისიც იცის, ვისთან და როგორ თქვა. ამ სიტყვებზე გაჩერდა და უჩას დაკვირვებით დააცქედა. უჩაც ყურადღებით უსმენდა. შენ იცი უჩა, თბილისში დავიბადე, ხარფუხელი ვარ. ეს ხომ იცი, რაც არის, ბევრს ნიშნავს, ვერ ძალიან. ისე ცხოვრობდი, არავის ვაწყენინე, ყველას კარგი უნდოდა რაშიდას, მაშ სულ მეშინო და შეცდომა ხო არ დაუშვი მეთქი. ჭრელი აბანოს ეძახის ხალხი აქ ხოვრობა და ხალხი ჭრელი დადის აქ. ყველას თავისი გაგება აქვს. შენ არავინ გეკითხება. რაშიდა შეჩერდა, ისევ გამოცდილად გახედა უჩას. უჩას თავის მხრივ გაკვირვებული უსმენდა. ვერ მიმხდარიყო, საიდკენ მიყავდა საუბარი რაშიდას, რომელმაც ლუდის ჭიკა მოიყუდა, აღელვებულმა დაცალა და უჩამაც ხელახლა დაუსხა. ეთყობა რაღაც ცუდი ამბებია რაშიდ, ჩემი დახმარება თუ ჭირდება, ყველაფრისთვის მზად ვარ. ფულსაც რამდენიც გინდა იმდეს მოგცემ. შენ არაფერზე იდარდო. და უჩა ამჯერად რაღაც ცუდი ამბის გასაგებად მოემზადა. აი საღოლ უჩაჯა, იახში კარდას, ჯიგარი ხარ ძმაო, იმიტომაც უყვარხარ რაშიდას. ხან აზერბაიჯანულად, ხან ქართულად აქებდა უმცროს მეგობარს რაშიდა. მერე ხმას ოდნავ დაუწია, თითქოს ეშინოდა, არავინ მომისმინოსო და თითქმის ჩუმად შეიგინა.
მაგათი დედაც, მაგათი. შენ როგორ გაგცვლის რაშიდა? ეგენი რაშიდას არ იცნობენ. სიქიმ ქალბურა. ისევ აზერბაიჯანურებს შეიგინა და გურზე მუშტი დაიბრახუნა. უჩამ ახლა კი ვეღარ შეიკავა თავი და ფეხზე წამოხდა. ძია რაშიდ, გონება ამერია უკვე. კარგად ამიხსენე რატომ იგინები. მე ერთი რამ იცის უჩა, კაი კაცი ნაგავში არ უნდა ჩავარდეს. ალახმა დასწყელოს რაშიდა, რომ იმ კაცს არ დაეხმაროს ხელავდა რაშიდა. ალახის სახე შენ ასე იურად არ ახსენებ ხოლმე. ეს კარგად ვიცი, მაგრამ გარკვევით რომ არაფერს მეუბნები, რა გავიგო? ნიწამხდარი ჩანდა უჩა. უჩას გენაცვალოს რაშიდას თავი. შენ უეშინია, მე შენთან არის, უჩა. რაშიდა მუშტი შემართა, თითქოს ვიღაცას ემუქრებო. ნუ დამტანჯავ რაშიდ, თქვი სათქმელი, გაღიზიანდა უჩა. მოხუცმა ღრმა დამოისუნთქა და მშვიდი გამომეტყველებით დაიწყო. ერთი სიტყვით, უჩა წრიპას ხალხმა დაიწყო აქ სიარული. ისინი კი კარგი ამბისთვის რომ არ ივლის, აქ ყველა მიცის. წრიპა ვინ არის, რაშიდ? სიტყვა გააწყვეტინა უჩა. წრიპა ნახალოვკელი ქურდია რა. ახლა წნეთში ცხოვრობს. დაუნდობელი კაცია, არავის ურჩევს მასთან საქმის დაჭერას. მერე რაო, რა მინდაო იმ შემაწრიპა. მისი ხალხი მონადირე ძაღლებივი დარბიან, ინფორმაციას აგროვებს რა. არ მომწონს ეს ყველაფერი, თანაგრძნობით შეხედა რაშიდა უჩას. ვინმეს ეძებენ? მიუხვდა უჩა სათქმას. ხო, და ეს ვინმე შენ არის უჩა. უფრო მართალი თუ გეტყვი, კი არ გეძებენ, შენზე ინფორმაციას აგროვებენ რა. არ ვიცი, რას აპირებენ, რა უნდათ, რაშიდა გაჩუნდა. უჩა ფიქს მიეცა. ერთხანს ხმას არ იღებდა, ცოტა ხნის შემდეგ კი დაძაბულმა დაიწყო. მაინც რას კითხულობენ, შენ რა გითხრეთ, ზია რაშიდ? უჩაჯან, ჩემთან არავინაც არ მოსულა. მექისეებს ელაპარაკებიან რა. ვისთან ერთად დადისო, რა კაცი არისო, რა უყვარსო. იქნებ პოლიციელები არიან, შენ რა იცი, რომ წრიპა ხალხია. ქურდები და გამოკითხები რაღაც ვერ უთავსდება ერთმანეთს, გაიკირვა უჩამ. ის დრო წავიდა უჩაჯან, ძველი ხალხი სხვა იყო, ქურდმა თავისი საქმე იცოდა, პოლიციელმა თავისი. ახლა ისე აერია ყველაფერი, არც უნდა გაუკვირდეს, რაშიდაც კი არ შეეშლება ვინ არის. მაშ აბანო თუბაში გაიზარდა და დაბერდა რაშიდა. ძველი არის ძველი და ეგეთი რამეები არ შეეშლება, სევდიანად გაიღიმა მოხუცმა. უჩამ შეფარვით იკითხა. როგორ ფიქრობ, ზია რაშიდ, რა უნდათ, რისთვის მეძებენ? ჩემო უჩა, როგორც უთხარი, ჩემთან არავინ არ მოსულა, თუმცა ადრე პირველად ჩემთან მოვიდნენ, რამე რო ყოფილიყო. ისე კიდევ რა უნდა უნდოდათ, ფულის გარდა, მოსაკლავად არ მგონია გეძებდნენ. ფული უნდათ, ნაღდათ 100-ა, დაუსვა პეჭედი გამოცდილმა რაშიდა. წილები აინტერესებდა და თათი უნდა დამადონ, ჟარგონზე გადავიდა უჩა. მაგას მალე გავიგებთ, ბოლოს მაინც ჩემთან მოვა ყველა. უჩაჯან, შენ ხო გჯერა, რომ შენიანი ვარ. ისე გააკეთოს, რომ ზედმეტები არ იყოს. გაბრაზებულმა წამოიძახა მოხუცმა. არანაირ კონტაქტზე არ გავარ, მაგ ვიღაც წრიპასთან და მის დამქაშებთან. რას მიზამენ, რომ თავს ვეღარ მორეოდა უჩა. ვაი, კარდას, უჩაჯან, შვილო. ეგეც არ გამოვა, შენ კარგად არ იცნობ მაგ ხალხს. ფულის გურისთვის დედას გაყიდიან, აი. ავიშვიშ და რაშიდა და განაგზო. ჩემო უჩა, პირდაპირ გეტყვი. რა აქვს დასამალი? ალალი კაცი ხარ, მიყვარხარ ძალიან. ამიტომ არ მინდა ვიღაცა ნაძირელა მტყვია ესრულო შენ. ეს ხალხი კაცი მკვლელები არიან, კაცი ისე კლავენ, როგორც ქათამს, მაგათია ეს ქვეყანა ახლა. ამ სიტყვებზე რაშიდა ფრთხილად წამოდგა, კარი გამოაღო და შეამოწმა. იქვე ვინმე ხომ არ იდგა. უჩა მოხუც მივარდა. რაშიდ, რა ხდება? რას უთხრი, ასე ვეღარ გცნობ. გეუბნები, დამპალი ხალხი არის, ყველაფერზე მიდიან. ამიტომ თავი ყოველთვის უნდა დაიცვიო. ისიც შეიძლება აქაც ვინმე გვისმენდეს. მაგრამ ნუ თუ აქაც ორთაჭალაში ხდება ასეთი რამ, გაიკვირვა უჩამ. ძველი დრო წავიდა უჩაჯან, ძველებმა წაიღეს. სინანური თქვა რაშიდამ და შეწუხებული ისევ სკამზე ჩამოჯდა. მაგიდაც დაეყნა. ხელები ნიკაპს ქვემოთ ამოვიდო და მონუსხლივით გაშეშდა. 1-10 წუთი მაინც ორივე ჩუმად იჯდა. ხოლო აუში ჯამდინარე გოგიტი წყლის ხმაური არღვევდა შიჩუმეს. კარგი აბა ზია რაშიდ, მადლობა გაფრთხილებისთვის. მოვიფიქრებ რამეს და გადავწყვეტ, რა მოვიმოქმედო. უჩა წამოდგა და წასასვლელად მოემზადა. რა მოფიქრება გინდა? წეღან ვეღარ გაგიბედე მეთქვა და ახლა ეუბნები.
რა უნდა წახვიდე საქართველოდან უჩაჯა ხმადაღლა ლამის წილი თქვა რაშიდა როგორ ზია რაშიდ ეთყობა უფრო მეტი იცი და ბოლომდე არ მეუბნები თქვი რაღა ნიკაპი აუკანკად და მყინვარებისაგან უჩას მე ვიცი მაგათი მოდგმა არ შეეშვებიან თან შენ მარტო არის ვერ გამკლავდები არგუმენტებს მოუხმო რაშიდა ვინ გითხრა რომ მარტო ვარ შეცმუნდა უჩა მოხუცმა მზერა მოარიდა ცოცხალი თავით არ უნდა გული ეტკინა უმცროსი მეგობრისთვის მაგრამ ახლა იძულებული იყო თვალი აეხილა მისთვის მარტო არის უჩა მარტო მე ხომ მაინც იცის ყველაფერი აქ მოხუცი გაჩუმდა ჰა რას გაჩუმდი ზია რაში თუ ამბო ბოლომდე თქვი არ შეეშვა უჩა რაში და მართალია უხეხულად გნობდა თავს მაგრამ ბოლოს მაინც გაბედა თქმა უჩაჯან ბაიყუში ვითა ხარ მე იმას არ ვამბობ უჩა ბაიყუში არის მაგრამ შენ ღრუბლებში თვრინა აი ცოტა მიწაზეთ რომ დაეშვას და ცუდი არ იქნება რაშიდან თვალები დახარა ისე ნერვიულობდა ლამის გათავდა კაცი კი მაგრამ საქართველოში ვის რა დაუშავე თბილისში ჩემზე ვის შეუძლია ცუდი რამ თქვას სოფები ყრიდა უჩა ვახ მე ხო და მაგაშია საქმე უჩას ჩემგან არის სწავლება ამ ცხოვრებაში მგელი უნდა იყოს მგელი ვინმეს რომ წაგლიჯოს მე ის წაგლიჯირი შეინახოს და დაიცვას არ დაიცვას და სხვა მოვა და წაიღებს ეს ასე იყო ასეა და ასე იქნება რაშიდა წამოდგა და ისევ კართან მივიდა ისევ გამოახო და შეამოწმა ხომ არავინ გვისმენს ან ახლო ხომ არავინ გვითვალთვალებსო და შენ ფიქრობ ჩემგან რამეს წაიღებენ ნაწყენი კაცის ტონით იკითხა უჩამ არიცი უჩაჯა შეიძლება ვერაფერი წაიღონ მაგრამ პრობლემები რო შეგიქმნიან ეგ ფაქტია წრიპასნაირები მშიერი მგლებივით არიან რა არავის გაახარებენ ქურდების კანონებით მოქმედებენ და არავის გინდობენ როგორც ჩემი შვილის ისე გიყურებ უჩაჯან მაგრამ ეს ოხეტიალი ცხოვრება საჩვენად არ მოუწყია მე ხომ არასოდეს გიკითხავს როგორ გამდიდი რა ჩემი საქმეა მთავარია ჩემნარი ალალი კაცისთვის არაფერი წაკითმევია ხო და არ მინდა ვიღაც წრიპამ და მისი ხალხმა რამე დაგიშაოს მათი სიძლიერე ბოდიში და ეთ ადგილზე მკიდია შენ რომ რამე ხიფათი დაემართოს იცოდე ვერ გადაიტას რაშიდა ამ სიტყვებზე მოხუც თვალები აუწყლიანდა უჩა ერთხანს ჩუმად იჯდა დაძაბული ფიქრობდა მერე წამოდგა რაშიდასთან მივიდა ისი წამოაყენა ხელები გაშალა მოხუცი მკერჩი ჩაეკრა და უთხრა იცი ზია რაშიდ მე შეიძლება მარტო ვარ როგორც შენ ამბობ მაგრამ არც ისე სუსტი ვარ ისი ყვარული და სითბო რაც შენგან მოდის იმხილად ძალას მაძლევს დამიჯერე ასი წრიპა რომ მოვიდეს ვერაფერს დამაკლებს დიდი მადლობა ზია რაშიდ დიდი მადლობა ჩვენი ძმობა ყველაფერს დაძლევს იმიტომ რომ სიყვარულიდან მოდის სიყვარული კი ხომ იცი ღმერთია უფალს კი ვერანაირი ძალა ვერ მოერევა უჩამ თავის სპორტულ ჩანთას მოჰკიდა ხელი და კარისკენ დაიძრა გასვლისას რაშიდას გამოხედა ხელი ხიმილი დაუქნია და სწრაფად გაუჩინარდა მეკისეები რომ შემოვიდნენ რაშიდას გაკვირვებული შესქეროდნენ მოხუცი გაუნձრებლად იდგა თითქოს ამ ქვეყნისა აღარ იყო აწითლებული თვალებიდან კი ცრემლები ღაპაღობით ჩამოსდიოდა მამა გაბრიელთან მაკდონალდში თიკოს ისტერიკის შემდეგ 3 თვემ განვლო გვანცას დაბადების დღეზე საჩუქრებით დატვირთული უჩა სულ 5 ესტუმრა მათ მერე რაღაც მოიმიზეზა და იქაურობა დატოვა მიუხედავად იმისა რომ გვანსა და მისი დეიდაშვილები სულმოუთქმილად ცხოვრდნენ დარჩითო უჩა ძველებურად ხშირად აღარ აკითხავდა თიკოს რასაც პატარები ძალიან განიცდიდნენ ვარჯიშს კი საკმაოდ სერიოზულად მოჰკიდა ხელი უჩამ ყოველდღიურად დღეში 2-ჯერ 2-3 საათს მაინც უთმობდა ვარჯიშს და შედეგმაც არ დააყოვნა სულ მალე სხეული გაუკაშდა გარდა იმისა რომ ათლეტივით გამოიყურებოდა სიცოცხლე და ენერგიას მოემატა აშკარად რაღაცისთვის ემზადებოდა თუმცა როგორც ყოველთვის არავის არაფერს უმხილდა შინიდანაც იშვიათად გამოდიოდა და ისიც მხოლოდ იმისთვის რომ ეკლესიაში შესულიყო და მამა გაბრიელს გასაუბრებოდა იმ დღესაც მამა გაბრიელი რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად უჩას ტაძარში მიმდინარე აღდგენის სამუშაოებზე ელაპარაკებოდა მშენებელ რესტავრატორთა ნახელავს აჩვენებდა გახარებული არ ველოდი ასე კარგად თუ წარიმართებოდა სარესტავრაციო სამუშაოები აბა ნახე ეს კედელი 5 საუკუნეზე მეტ დღეს გაუწნო
ახლა კი თითქოს ახალი სიცოცხლე შეიძინა. ამ სიტყვებზე მამა გაბრიელი სახე გაბრწყინებული მიეახლა ტაძრის აღდგენილ კედელს. ხომ კარგი ბიჭები არიან, მამა გაბრიელი, გამოცდილმა ხალხმა მირჩიეს და მათ მოგვაყვანინეს. მართლაც კარგად გაართვეს საქმეს თავი, კმაყოფილი ჩანდა უჩაც. მართლაც კარგები არიან, დაუზარელნი. თან ისეთი თავდადებით მუშაობენ დილიდან გვიან საღამომდე, ძალით ვასვენებ ხოლმე. ასეთი რამ მართლაც იშვიათია. მადლიერებას ვერ ფარავდა მამა გაბრიელი. ბაღზე როგორ მოიფიქრეთ, გაჩვენეს განაშენიანების გეგმა მშენებლებმა, იკითხა უჩა. მადლობა უფალს, ისეთი ბაღი გვექნება, ალბათ მთელი საქართველო აქ ივლის. სიხაროს არ მალავდა მამა გაბრიელი. მერე უჩას ხელით ტაძრის ეზოში მდგარ ძელსკამზე ანიშნა. ჩამოსხდეთო. მათმა თანხმლება სასულიერო პირებმა კი ტაძარს მიაშურეს. ტაძარი და მთელი მრევლი გემადლიერებათ, შვილო ჩემო, ამხელა მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა. მიმართა მამა გაბრიელმა. რას ამბობთ, რა მადლობა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უფლის ნებით შემიძლია დახმარება. თქვენ ოღონდ მითხარით, რა არის საჭირო და მე ყველაფრისთვის მზად ვარ. თავდახრით უპასუხა უჩა. ღმერთი გფარავდე, შვილო, მართლა საშვილიშვილო საქმე კეთდება. რაც კომუნისტებმა დამართეს ამ ტაძარს, ენა ვერ იტყვის, არც მერე გაკეთებულა მნიშვნელოვანი რამ ჩვენი ტაძრისთვის. მაგრამ მადლობა უფალს, რომ ყველაფერი შორეულ წარსულს ჩაბარდა. დღეს ისეთი ღვთისმოსავი ადამიანები გამოჩნდნენ, რომ იმედი მოგვეცა, ეთი იმადგანი შენ ხარ. უჩა, თავარი განსაცდელი უკვე დაძლეულია და დარწმუნებული ვარ, უფალი არ მიგვატოვებს. ამირიდან წინ უნდა ვიყუროთ. მამა გაბრიელი ახლა უჩას ამბით დაინტერესდა. როგორ ხარ უჩა? რა საქმიანობ, რა არის ახალი შენ ცხოვრებაში? მიქაელ პომაზანსკის ბოლომდე გავეცანი, მამო. რაც წარმოვიდგენდი თუ უკრაინელი პროტოპრესვიტერი ასე ახლოს მოვიდოდა ჩემს სულთან. მისი მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება მართალია არც ისე იოლი აღსაქმელი აღმოჩნდა ჩემთვის. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მერე თავს ვერ ვიღებდი მის კრებულიდან. ადამიანის ღვთისსიყვარულსა და ღვთისნიერად ცხოვრებას ასწავლის. კი, მაგრამ წინა კვირას გირჩიე მისი ღვთისმეტყველების წაკითხვა. როგორ მოასარი ასე მცირე დროში? გაუკვირდა მამა გაბრიელს. კადნიერებაში ნუ ჩამომართმევ და ნურც მაღალ ფარდოვნებაში ჩამითვლით, მაგრამ წყალი რომ მოსყურდება კაცს და წყაროს დაეწაფება, ისე დამემართა მამაო. მადლობა უფალს, რომ მისი გზისკენ იხედები, შვილო ჩემო. ისე კი მაინც გირჩევ, უფრო გულდადინჯებით შეისწავლე სასულიერო ლიტერატურა. ხომ იცი, უფალს აჩქარება არ უყვარს. დამუწვრა მამა გაბრიელმა თავისი სულიერი შვილი. გონი გააზრებული მაქვს, მამაო. სიტყვები გონი და ალბათ სარწმუნოებაში სისუსტის ნიშანია. თვით იესო ქრისტე ამბობს, ვისაც უფალთან სურს ყოფნა, მისთვის დიახ უნდა იყოს დიახ და არა. მამა გაბრიელი მშვიდად დამაჯერებლად საუბრობდა. უჩა მონუსხული უსმენდა. მოდი ამ კვირაში ისე პომაზანსკის წიგნს გადაავლე თვალი. მერე კი სხვა რომელიმე ავტორს გაეცანი. თუმცა კი მაინტერესებს, არანაირი შეკითხვა არ გაგჩენია მისი ღვთისმეტყველების კითხვისას. გამოცდილად უყურებდა მამა გაბრიელი უჩას. ამ წიგნში ისე დამაჯერებლადაა გადაცემული პასუხი ჩემთვის საინტერესო თითქმის ყველა კითხვაზე, რომ განსუფრებული ვარ, თუმცა კი მე მაინც არ მასვენებს ერთი. მაინც რა არის ამისთან, რასაც პასუხი მიქაელ პომაზანსკისთან ვერ იპოვე, გაეღიმა მამა გაბრიელს. მამა გაბრიელ, რა ვერ გამიგეიცით, მართლმადიდებლებმა ხომ ვიცით, რომ ხსნარ წვენაშია, მაგრამ ხომ არიან ისეთებიც და თანაც უსასრულოა მათი რიცხვი, რომელიც სხვა რელიგიურ ატმოსფეროში დაიბადნენ, სხვა რწმენას მისდევენ. რა გადაარჩენთ მათ სულებს, რა ელის მათ მომავალში? შეიძლება ეს კითხვები ძალზე პრიმიტიულად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე კი არ მასვენებს და ძალიან გულწრფელი ჩანდა უჩა. მამა გაბრიელს გაეღიმა და დაიწყო. მსგავსი შეკითხვები ბევრს დაუსვავს ჩემთვის, განსაკუთრებით ახალ ბედა მორწმუნეებს. ამ კითხვებზე უბრალოდ ერთი პასუხი არსებობს. ის ადამიანები არ ცხონდებიან. როგორ, რატომ? ამგვარ პასუხს არ მოველოდა უჩა. ყველა ადამიანს ეძლევა ცხოვრებაში ისეთი დრო, რომ დაფიქრდეს სიცოცხლის არსზე. მანაც უნდა განსაზღვროს, რა არის სიმართლე, რა არის ჭეშმარიტება, რა არის ცუდი და რა კარგი. არჩევანი მასია.
მან უნდა აიჩიოს, საით წავიდეს. ამისოდ მას უფალმა გონება უბოძა. კი, მაგრამ მამაო, თუ ის ადამიანი ვერ მოხვდა იმ გარემოში, რომელშიც თქვათ მე მოხვდი მაშინ, მას ხომ თავის გარშემო ყოფი გაკიცხავენ, თუნდაც ტრადიციების დარღვევაში. ეს ხომ არც ისე ადვილია. მერე ვინ გითხრა, რომ ადვილია? ნამდვილად ძნელია, მაგრამ მას ეძლევა არჩევანი, დანარჩენი მასზეა დამოკიდებული. და თუ თქვათ და კაცი დაიბადა უკაცრიელ კუნძულზე და არ მიეცა საშუალება გაეცნოს ჩვენს წამს, მაშინ რა ხდება? არაფერიც არ ხდება, არ ცხონდება და ეგ არის. ესე იგი უფალმა ინება ასე. უჩას ამგვარი პასუხი არ ესიამოვნა. მამო, ეს ხომ უსამართლობაა, რატომ უნდა ხდებოდეს ასე? შვილო ჩემო, ყველაფერი უფლის ნებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ვინ გვეკითხება? უფლის ნებას კი ვერაფერი შეეწინააღმდეგება. ამის გაფიქრებაც კი მკრეხელობაა, შვილო. მამა გაბრიელი დადუმდა. უჩას უკმაყოფილო გამომეტყველებამ გააოცა. შეეცოდა ბერს უჩა და დასამშვიდებლად უთხრა. შვილო ჩემო, ჩვენი ღირსება, ჩვენ მიერ განვით ცხოვრებაში ჩადენილი ქმედებით შეფასდება. უფლება არ გვაქვს მოვეშვათ და მოვდუნდეთ. მორწმუნე ადამიანს მუდამ უნდა ახსოვდეს ეს და როგორც სპორტსმენი ცდილობს ფორმა შეინარჩუნოს, ყველა ღვთისმოყვარულის ასევე უნდა იქცეოდეს. ღვთისმოყვარული დიდი მადლია, შვილო, ასე რომ იმ შენს საწყარს, რომელიც შორეულ კუნძულზე დაიბადა, შეუძლია თავისი ცხოვრების წესით დაიმსახურეს უფლის სიყვარული და მეტიც, მასაც შეუძლია გადაიჩინოს სული თვისი, თანაც ჩვენზე უკეთ, იმიტომ რომ არ იცოდა ის, რა ჩვენ ვიცით უფლის შესახებ და უფლის მიერად კი ცხოვრობდა. ჩვენ კი ვიცით, რა სიტყვა ჩვენგან უფალი და მაინც უმსგავსოდ მოქმედებთ. ასე რომ უჩა, მოდი ვიფიქროთ ჩვენ ცოდვე ცხოვრებაზე, ვიფხიზროთ, ვიმოქმედოთ და უფალი განსჯის, ვის რა მიუძღოს. მამა გაბრიელმა ამით დაასრულა უჩასთან საუბარი და თბილად გაუღიმა თავის სულიერ შვილს. უჩა გახარებული ჩანდა. მამა გაბრიელისგან ისეთი დადებითი მუხტი მოდიოდა, უჩას რომ ყოველთვის სიმშვიდეს გვირდა. ამასობაში ტაძრიდან ზარების რეკვის ხმა გაისმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ წირვა იწყებოდა. მამა გაბრიელი წამოდგა, უჩას მხარზე ხელი დაადო და უთხრა: წამოდი უჩა, წირვას დაესწარი. შენი ბუნების კაცისთვის ეს ნამდვილი ხსნაა. მეტ მომემზადები და ტაძარში შევხვდებით ერთმანეთს. მამა გაბრიელი მშვიდი ნაბიჯით გაემართა ტაძრისკენ. უჩაც მორჩილად მიჰყვა უკან.